მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო, ეთერში ამეგი საჯაია სამედიცინო პოდკასტი და დღეს ვსაუბრობთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის იმუნიტეტის გაძლიერება და 21 საუკუნის სენი, ანუ ალერგიები. ჩვენი სტუმარი არის ყველასათვის საყვარელი ექიმი, ალერგოლოგი, იმუნოლოგი, მედიცინის დოქტორი ბიძინა კულუმბეგოვი და ვფიქრობ, რომ დღევანდელი გადაცემა იქნება თქვენთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო. მოგესალმები ბიძინა, როგორ გიკითხოთ? მადლობთ მოწვევისთვის. მადლობას მოგახსენებთ თქვენი დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე, რომ გამონახეთ დრო და დღეს ჩვენთან ერთად ხართ. დავიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი თემით. ეს არის იმუნიტეტის გაძლიერება, ანუ რეალურად ჩვენი ორგანიზმი და ჩვენი ჯანმრთელობა დაავადებები და ასე შემდეგ დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე, თუ როგორი იმუნიტეტი გვაქვს ჩვენ და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ ვიცხოვროთ ისე, რომ ჩვენი იმუნიტეტი იყოს ძლიერი და შეებრძოლოს აი მრავალ ფაქტორს, რომელიც გარემოში არსებობს და განსაკუთრებით წავიდეთ ალერგიების ხაზით. კი ბატონო. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მოწვევისთვის. საერთოდ იმუნური სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები და მასთან დაკავშირებული საკითხები ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული თემაა და ყველაზე დიდ ასე ვთქვათ ინტერესს იწვევს ხოლმე. დღეს მსოფლიოში ძალიან დიდი ასეთი ტენდენცია და ტრენდი არსებობს ასე ვთქვათ ფუნქციური მედიცინის განვითარების და ძალიან ცნობილი ექიმების სახეები ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ცნობილი მიმდინარეობაა ფუნქციური მედიცინა, რომელიც ემსახურება ადამიანის პერსონალიზირებული სიტუაციის გააზრებას, მათ ასე ვთქვათ პრობლემების წინაპლანზე წამოწევას და ყველაფერი საბოლოო ჯამში ემსახურება, რომ ხარისხიანად იცხოვროს ადამიანმა. ეხლა ყველანი ასე ვთქვათ ცას ვერ გამოვეკერებით, როგორც არის ქართული ანდაზა, მაგრამ სანამ ცხოვრობთ, ხარისხიანად ვიცხოვროთ და რაც შეიძლება ასე ვთქვათ მოდიფიცირება გავუკეთოთ იმ გარემოებებს თუ ფაქტორებს, რომლებიც აცილებად შეიძლება ასე ვთქვათ ჩვენი ჯანმრთელობა რომ უფრო ასე ვთქვათ დაცული იყოს. აი ძალიან მნიშვნელოვანია იმ მაგალითად სანამ იმუნიტეტზე გადავალ, აი მაგალითად ყველას აწუხებს რომ აი კიბოს წამალი რატო ვერ შეიქმნა, კიბოს რატო ვერ ამარცხებს მედიცინა და ამ დროს ადამიანების ძალიან დიდი პროცენტი ჩვენი საზოგადოების განსაკუთრებით მაგალითად ვერ იაზრებს რომ ბ-ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა არის ღვიძლის კიბოს საწინააღმდეგო წამალი. პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არის საშვილოსნოს ყელის კიბოს წამალი. სიგარეტს თუ არ მოსწევს ადამიანი და ჟანსაღად იცხოვრებს, ფილტვის კიბოს პრევენციაცაა ძალიან დიდწილად და კუჭის კიბოს პრევენციაცაა. ამიტომ ადამიანები ეძებენ ჰიპოთეტურ პრეპარატებს, ჰიპოთეტურ გამოსავლებს, რომ კიბო დამარცხდეს და ის რაც უკვე არის და ხელმისაწვდომია, აი საზოგადოების რამდენი პროცენტია ან პაპილომავირუსი აცრილი, ან ბ-ჰეპატიტის ვაქცინაცია რამდენსაა გაკეთებული, რა თქმა უნდა ეს კრიტიკას ვერ უძლებს, ხო? ამიტომ ჩვენი მიზანი ალბათ უნდა იყოს, რომ ასე ვთქვათ, აი ამ ჯანსაღი ცხოვრების მოწოდების კონტექსტში სულ ყოველთვის უთხრათ, რომ ფიზიკური აქტივობა, სიგარეტზე თავის დანებება, ის რაც კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინები გვაქვს, ამით საზოგადოების მაქსიმალური მოცვა იქნება იმის გარანტია, რომ აი ესეთი პრევალენტობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ახლა კიბოს აქვს და არ ვიცი, საშუალო 7-8,000 ახალი შემთხვევა წლიურად, ეს ძალიან დიდი ციფრია და ჩვენ ასე ვთქვათ, აქ რაღაც ხელშესახები ასე ვთქვათ, გარღვევაც კი შეიძლება მივიღოთ. ეხლა რატომ მოვაყოლე ეს ყველაფერი იმუნურ სისტემას? ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ იმუნური სისტემა არის თვითონ როგორც მოვლენა ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა. იმუნური სისტემა განმარტება უნდა გავაკეთოთ, არსად არ არის, მაგრამ ამავე დროს ყველგან არის. ეს ყველა მიცის, რომ ერთი აღებული ორგანო არ არის იმუნური სისტემა, მაგრამ ეს არის მთელი კონგლომერატი, მთელი ანსამბლი შეიძლება ასე ითქვას, იმუნური უჯრედებისა და ორგანოების, რომლებიც ერთობლივად აკეთებენ იმ საქმეს, რასაც ჩვენი ასე ვთქვათ იმუნური მდგრადობა, ასე ვთქვათ მდგრადობას ნიშნავს. რა არის ეს კომპონენტები უნდა ვთქვათ? ეს არის ჩვენი ლიმფოიდური ქსოვილი, ანუ ლიმფური კვანძები და ლიმფოიდური ქსოვილი განსაკუთრებით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გაზრდებს. ეს არის ნაწლავთან ასოცირებული ლიმფოიდური ქსოვილი. ნუ ამას დაუბრუნდები მე რა მნიშვნელობა აქვს ამას და სად ჩავდივართ შეცდომებს ბავშვობიდან დაწყებული გვიან ასაკამდე აქ რა შეცდომები მოგვდის. მეორე ნაწილი ეს არის რასაკვირველია ჩვენი ძვლის ტვინი, სადაც იმუნური უჯრედები და საერთოდ სისხლბადი სისტემა წარმოიქმნება. ასევე ამის ნაწილი არის ძირითადად ყველა ორგანო, მაგრამ ელენთა განსაკუთრებით, რომელიც ხშირად იდუმალი ორგანოა, ბოლომდე რას აკეთებს ყველა არის ის მედიცინამ შეიძლება მარტივად ვთქვათ, ამ ხელა ორგანო გვაქვს, ასე ვთქვათ, გულის ქვემოთ, მარცხენა მხარეს
და ვიცით რომ სისხლს აკავებს, ცირკულაციაში ადამიანს მთლიანად სისხლის მასა არ აქვს და იქ გროვდება და როცა საჭიროა გადმოდის და მთელი ნიუანსებია, მაგრამ ელენთის საბოლოო დანიშნულება ჯერ კიდევ მედიცინისთვის ბოლომდე ცნობილი არ არის ამხელა ორგანოსი. ადამიანებს მაშინ გვახსენდება ბავშვობაში, როცა ბევრს დავრბივართ და მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში გვეთკინება ხოლმე, რომ აი რაღაცა ეს ელენთასთან მაშინ არის ასოცირებული ხოლმე ეს ფიზიკური აქტივობის ზოს ტკივილი. მესამე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ასევე უნდა ვთქვათ, რომ ყველა ორგანოს აქვს იმუნური სისტემის უჯრედები. ფილტვში საკუთარი იმუნური დაცვა, ღვიძლში თავისი იმუნური დაცვა და ასე და ასე შემდეგ აღარ გავყვები. აი ძალიან მნიშვნელოვანი აქაც ეს პასაჟი მინდა შემოვიტანო, აი ერთ-ერთი პიონერი ადამიანი, ჩვენი სასიკადულო ნეიროფიზიოლოგი, ბატონი იური მალაშხია იყო ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც ნობელის პრემიაზე წარადგინეს, წარდგენა იყო, რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ვერ გაიმარჯვა ჯგუფმა, მაგრამ მათი აღმოჩენის მთავარი ამბავი იყო, რომ ყველას ეგონა მათ კვლევებამდე, რომ თავის ტვინში და ნერვულ სისტემაში იმუნური კომპეტენციის უჯრედები არ არის, რომ ეს იზოლირებულია ჩვენი ტვინი და ასე შემდგომ და მათ დაადგინეს და მე რა თქმა უნდა ეს ასე ვთქვათ დადასტურებითი კვლევები უკვე ბევრია მსოფლიოში, რომ თავის ტვინშიც არის იმუნური სისტემის დაცვის უჯრედები. მოგეთ, იმუნური სისტემა ყველგან არის. რა საინტერესოა. ხო, ეს არის ძალიან საინტერესო და ესეთი ამოუხსნელი შეიძლება ასე ითქვას, ორგანოთა და როგორც ვთქვით, სისტემათა ჯგუფი და რა არის ხა მათი მთავარი ფუნქცია. იმუნური სისტემა რატომღაც ყველას გონია, რომ მე იმიტომ მჭირდება, რომ არ დამემართოს ვირუსები, ბაქტერიები, სოკოები, პარაზიტები. ეს გაგება ანუ ეს უნდა იყოს იმუნური სისტემა აღიქმება როგორც ორგანიზმის პასუხი აი ამ შემოჭრილ უცხო სხეულებზე და ესე რომ ვთქვათ, ხო, ცოტა ჟარგონზე რო გადავიტანოთ. მაგრამ ეს გაგება იყო უხეშად რო ვთქვათ წინა საუკუნის 50-იან წლებამდე. აი როდესაც აღმოაჩინა პოლ ერლიხმა და რუსმა მეცნიერმა ილია მეჩნიკოვმა ფაგოციტოზის მოვლენა, ფაგოციტოზი არის ჩვენს უჯრედებს ბევრი ასეთი უჯრედია ჩვენს სისხლში, აი ნეიტროფილები და მათი სახეობები და ასე შემდგომ, დენდრიტული უჯრედები, უცხო აგენტი რო შემოვა, ბაქტერია ეს ძირითადად უფრო ბაქტერიები და პარაზიტები, ეს ჩვენი უჯრედები მივლენ და მათ შემოეხვევიან და შთანთქავენ. ანუ ფაგოციტოზი, ანუ ჩაყლაპვას ნიშნავს გარკვეულწილად და მოინელებს შემდგომ და იმუნური სისტემის სხვა უჯრედებს გამოიძახებს ამ მონელებულ ფრაგმენტებს გარეთ გამოფენს მისი უჯრედის ზედაპირზე, ეს უჯრედები პირველი, ასე ვთქვათ, დამხდურები, ესე რომ ვთქვათ, და მერე მთელი იმუნური სისტემას გამოიძახებს შიკრიკების საშუალებით, რომ მოდით და აი ამის მონელებაში და შემოსული მტრის განეიტრალებაში დამეხმარეთ და დაახლოებით სწრაფ იმუნური პასუხი რამოდენიმე საათში ყალიბდება და საბოლოო ესე ვთქვათ ჯარის გამოძახებას და იმ კონცენტრაციაზე, ასე ვთქვათ, იმ ადგილზე მისვლა, სადაც ეს უცხო მტერი შემოიჭრა, დაახლოებით 3-7 დღე, 10 დღეც კი სჭირდება და აი მაგათაც ყველა მიცის, რომ აი დაჩირქებული უბანი ეს არის სწორედ ესე ამბობენ ხოლმე უხეშად, მე ცოტა არ მომწონს ეს სიტყვა, მაგრამ დახოცილი ლეიკოციტებია. სწორია ეს. ანუ ის ვინც ბრძოლაში დაეცა, მერე ის არის ჩირქი რო წარმოიქმნება. ანუ აძლევს საშუალებას, რომ ამ უცხო აგენტს გავრცელდეს და მთელს ორგანიზმს მოედოს ეს ბაქტერია და აქ ზოგი რჩება, ზოგი კვდება, მაგრამ საბოლოო ჯამში თუ იმუნური სისტემა ნორმალური აქვს ადამიანს, ეს გროვა ჩირქის გაიწოვება, მორჩება, ან ექიმი დაეხმარება, ან ბუნებრივი საშუალებებით და სისტემური ასე ვთქვათ ინფექციური პროცესი, რასაც სეფსისი და სეპტიცემია ჰქვია, არ ემართება ადამიანს, ანუ ამით არ მოკვდება. მოგეთ, ამით იმის თქმა მინდა, რომ აი წინა საუკუნეში ყველას ეგონა, რომ იმუნური სისტემა მარტო ამისთვის არსებობს. მაგრამ შემდეგ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, დაკვირვებით და კვლევა-ძიებით და ემპირიზმით და მეცნიერების განვითარებით, ბიოსამედიცინო მეცნიერება ძალიან დრამატულ ცვლილებებს კარგი გაგებით განიცდის 40-50-იანი წლებიდან მე-20 საუკუნის, რომ უდიდესი აღმოჩენებია ფიზიოლოგიასა და მედიცინაში და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აღმოჩენათა ნაწილი იყო, რომ აი ადამიანს, რომელსაც ვთქვათ, რაღაც ორგანო გადაუნერგეს, კანი მაგალითად, სხვა ადამიანის და კანია. დააწებეს, ჩაანაცვლეს, დამწრობა იყო, დეფექტი იყო, ნახეს რომ გავიდა რამოდენიმე დღე ან კვირა და ეს კანი არ ხორცდება მეორე ადამიანის ორგანიზმზე. არ ჩერდება იქ. აი სწორედ მაშინ დაიწყეს ფიქრი, ვირთაგვებზე ატარებდნენ, რომ აი ვთქვათ თეთრი ვირთაგვას კანს გადაუნერგავდეს შავი ვირთაგვის. არ ჩერდებოდა, ასე ვთქვათ, მის კანზე. და სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა თეორია, რომ ამას ქვია ეგრეთ წოდებული მასპინძლისა და დონორის, ან ტრანსპლანტატის მოშორების რეაქცია. იგივეა თირკმელი, იგივეა გული, იგივეა ღვიძლი და ასე შემდეგ. ანუ ადამიანს, როდესაც არ აქვს დონორის, ანუ სხვა ადამიანის, თუ ეს არ არის
ერთი ასე ვთქვათ მონოზიგოტური ტყუპისგან მაშინ ეს ბუნებრივი კლონირებაა, ხო, იდენტური ტყუპები, სხვა შემთხვევაში იმდენად მაღალია გენეტიკური სხვაობა და ანტიგენური სხვაობა, უფრო სწორედ რაც სწორედ გენეტიკას ეფუძნება, უცხო ქსოვილს არ იღებს ადამიანის ორგანიზმი. ამ მოვლენას ქვია ტრანსპლანტატის მოშორების რეაქცია და სწორედ ნახეს, რომ აქ არაფერი არ არის, არც ბაქტერია, არც ვირუსია, არც პარაზიტია, მაგრამ ჩვენი ორგანიზმი ესე რეაგირებს. ებრძვის უცხოს, როგორც აღიქვავს, როგორც უცხოს. დიახ, ეს არის შეთავსებადობის დარღვევის პრობლემა და მაშინ დაიწყეს ფიქრი, რომ იმუნური სისტემა, ეს არ ყოფილა მარტო გარე მტრებისგან დაცვის სისტემა, რაღაც სხვანაირიც ხდება, სხვა სისტემებსაც ემსახურება. და ამავე კონტექსტში უკვე აღმოაჩინეს უკვე 60-იანი 70-იან წლებში, რომ იმუნური სისტემის ყველაზე მნიშვნელოვანი დანიშნულება კიდე გახლავთ, რომ ადამიანის ორგანიზმში ხა ეს სხვადასხვა ციფრებით სპეკულაცია არ მინდა, ძალიან დიდი რაოდენობით წარმოიქმნება უჯრედები, რომელთაც აქვთ მარტივად რო ვთქვათ, კიბოსკენ მიდრეკილება. სიმსივნური ზრდისკენ მიდრეკილება. და ეს ყოველდღიური პროცესია. ხო, თუმცა თუ იმუნური სისტემა არის ძლიერი, ის ხოცავს ამ უჯრედებს. რა თქმა უნდა, ანუ იმუნური სისტემა სწორედ არის ამისთვის, ეს არის T ლიმფოციტების პოპულაცია სპეციფიკური და არის ნატურალური კილერები, ესე ქვია უჯრედებს, რომლებიც ამოიცნობენ აი ამ დამნაშავე კრიმინალური, ასე ვთქვათ, ელემენტების მსგავსად და განადგურებენ მათ, ანუ სპობენ და კლავენ ამ უჯრედებს, რომ ჩვენ ადამიანებს სიმსივნე არ დაგვემართოს. და ეს არის ყოველდღიური პროცესი ჩვენს ორგანიზმში, განუწყვეტლივ მიმდინარეობს. განუწყვეტლივ მიმდინარეობს. აი ჩვენ თუ გადავწყვეტებით ახლა ბიოსამედიცინო მეცნიერებების განვითარების ასპექტებს იმუნურ სისტემასთან, ბოლო წლებში იმუნური სისტემის აღმოჩენებში გაიცემა სულ ნობელის პრემია მედიცინასა და ფიზიოლოგიაში და აი ბოლო 3 წლის კონტექსტი რო შევაჯამოთ და ასე ვთქვათ, ამას შევხედოთ, აი 3 წლის წინ გაიცა კიბოს პრეპარატების აღმოჩენაში იაპონელ და ამერიკელ მეცნიერს მისცეს ეგრეთ წოდებული ეს checkpoint inhibitorების აღმოჩენაში, რომელსაც დღეს ანუ იმუნური სისტემაზე მოქმედი კიბოსაწინააღმდეგო წამლებია, ანუ იმუნოთერაპიას ეძახიან და ტარგეტულ თერაპიებს ეძახიან და რა აღმოჩინეს ამ ორმა მეცნიერმა, რა გასაღები პოვნეს მათ, რომ დღეს მელანომიდან დაწყებული ფილტვის კიბო დამთავრებული თუ ადამიანს ადრე 8 და 9 თვე ქონდა სიცოცხლის ხანძრევება, დღეს 5 წელზე მეც ცხოვრობს, მაგალითად მელანომი დაავადებული თითქმის ყველა ადამიანი, თუ ადრეული სტადია ამით უმეტეს, რაც არ უნდა აგრესიული იყოს, ხო, სიმსივნე. რა აღმოჩინეს მათ? მათ აღმოჩინეს ძალიან მნიშვნელოვანი და გენიალური ამბავი, მათ იპოვეს ესეთი იმუნური სისტემის გასაღები, რაც იყო მთავარი, შესაბამისად რას ნიშნავს ეს? თუ ეს ჭიქა, რომელიც ახლა ჩემს წინ დევს, წარმოვიდგენ თუ არის სიმსივნური უჯრედი, სიმსივნური უჯრედს აქვს ესეთი თვისება, რომ ის აი ამე რო ვთქვი, რომ ჩვენი ჯანმრთელი იმუნური სისტემა ცნობს მას და ანადგურებს, აფთვისებიანი სიმსივნე, მათი უჯრედები, მათ ზედაპირზე წარმოქმნიან ისეთ მოლეკულებს, რომლებიც აიძულებენ თავის თავს, რომ აი როგორც შუქი და მანათობელი ახლა და ჩვენ ვიზუალურად კარგად უნდა გამოვჩნდეთ კამერების წინ, აი ესენი ამ შუქს აკრობენ. ანუ მათ ამ როზეტთან მეუწოდებათ ხელი. ანუ სიმსივნური უჯრედ შეუძლია ეს შუქი, რომელიც მას აბრმავებს და სხვებისთვის ხილულს ხდის, ხელი მიაჭიროს და გამორთოს. ამიტომ აუცნაურია. დიახ, ავთვისებიანი სიმსივნე შეუმჩნეველი ხდება ამ მოლეკულების გამო მათ ზედაპირზე, ვერ დაინახოს ამ ჩვენმა იმუნური სისტემის უჯრედებმა. ანუ უფრო ჭკვიანი გახდა. რა თქმა უნდა, ავთვისებიანი ამას ნიშნავს სწორედ. და ამით განსხვავდება ერთ-ერთი ასპექტით კეთილთვისებიანი სიმსივნეებისგან. აი სწორედ იაპონელმა მეცნიერმა და ალისონმა ამერიკელმა მეცნიერმა აღმოაჩინეს პრეპარატების ჯგუფი, რომელიც აი ამ რეცეპტორებს, რომლებიც ამათ როზეტთან მიუწოდებათ ხელი და შუქს აკრობინებენ, აი სწორედ იმათ აბლოკირებს, ამ ფუნქციას ართმევს კიბოს უჯრედს. ამიტომ წამალი თვითონ კი არ არის კიბოს საწინააღმდეგო იმუნური თერაპიის პრეპარატები. უბრალოდ ამას რო ვერ ჩააქრობს, შუქის პირობებში, შირგვებში დამალულ სიმსივნურ უჯრედს დაინახავს ჩვენი T ციტოტოქსიური ლიმფოციტი და ნატურალური კილერი ლიმფოციტი მივა და განადგურებს. ოღონდ ამას აკეთებს სწორედ ეს წამალი, რომ ამან ეს ფუნქცია ვერ განახორციელოს და შუქი ვერ ჩააქროს. მოკეთ ერთი სიტყვით, ბევრი რო არ გავაგზავნო, იმუნური სისტემაში ძალიან ბევრი საიდუმლო იმალება და სწორედ თუ მომავალი აი ამ დაავადებების მართვის, კიბოს კიდე უფრო მეტად და მნიშვნელოვნად რასაკვირველია საბოლოო დამარცხების და ასე და ასე შემდგომ იქნება და დარწმუნებული ვარ, რომ იქნება აი ამ ტიპის
იმუნური სისტემის აღმოჩენების და მიგნებების დამსახურება ეს მხოლოდ აი ეს პირველი პიონერები უკვე გამოჩნდა აი მე შემიძლია ესე შევადარო რომ აი როგორც ანტიბიოტიკი ფლემინგმა აღმოაჩინა და თქვა პენიცილინმა გადატრიალება მოახდინა თქვა ჭრილობების ომის და ამის მართვაში და ეხლა აღარავის აღარ ახსოვს რეალურად პენიცილინი აი ეს მიგნება უკვე არსებობს და ეხლა უკვე ამაზე ზედნაშენი გაკეთდება და წელიწადი არ გადის ახალი და ახალი თაობის პრეპარატები ჩნდება უკვე ამ პრინციპზე დაყრდნობით შექმნილი რომელსაც უფრო ყოვლის მომცველობა აქვს რომელსაც უკვე მექანიზმები ნაპოვნია მოკლედ ერთი სიტყვით ბევრი რო არ გავაგზელო და უბრუნდე საწყის იმუნური სისტემა არის გარემო მხდურებისგან დაცვა და შიდა ყველაზე მნიშვნელოვანი შიდა წესრიგის უზრუნველყოფა ანუ ჩვენ არ დაგვემართოს აუტოიმუნური სიმსივნური და თუ გნებავთ ალერგიული დაავადებების კასკადი აი ამას უზრუნველყოფს ჩვენი იმუნური სისტემა ეხლა როცა ვლაპარაკობთ და ცოტა გამიგრძელდა მაგრამ უფრო მეტად მინდოდა არსებითად ამაზე ასე თქვა გვეთქვა იმუნური სისტემა როგორ გავაძლიერო ეს არის ყველაზე მთავარი რეალურად აი ახლა უკვე დავწმუნდი კიდევ ერთხელ ამაში რომ ეს არის ყველაზე მთავარი მაგრამ ყველაზე რთული მისიაა შესასრულებლად გამომდინარე იქიდან რომ იმუნური სისტემას თვითონ ავადმყოფობების კუთხით ესეც მინდა როგორც ალერგოლოგი იმუნოლოგმა ვთქვა ორი ძირითადი დაავადებები გვაწუხებს ჩვენ პირველი გახლავთ დაავადებები რომელსაც ჩვენ ვეძახით ადრეული ესეც კოლეგებისთვის მინდა ვთქვა ადრეული ტერმინი იყო პირველადი იმუნოდეფიციტები ანუ რაღაც გენეტიკური ყველა შემთხვევაში პათოდარღვევაა და ეს იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლები სწორად არ წარმოიქმნება, ან მათი რაოდენობა და ფუნქცია ქვეითდება, ან იმატებს, მოკლედ შეცდომა ხდება გენეტიკურ სისტემაში და ადამიანს უჩნდება იმუნური სისტემის თანდაყოლილი შეცდომით გამოწვეული დაავადება. ამას ადრე ეძახდით და ეძახდა მედიცინა პირველად იმუნოდეფიციტებს. ანუ დაიბადა ასეთი გაჩნდა იმუნური სისტემის სხვადასხვა რგოლში პრობლემით შეიქმნა, აი მაგალითად ჩვენ გვყავს პაციენტები, რომელთაც პირობითად არ წარმოიქმნებათ თავარი იმუნოგლობულინი, რომელიც ჩვენ გვიცავს ამ გარემო მხდურებისგან და არა მარტო, ეს არის იმუნოგლობულინი G. ასეთი კლასი გვაქვს ჩვენ იმუნოგლობულინების, ანუ G კლასის იმუნოგლობულინები, რომელიც უხეშად რო ვთქვათ, მოზრდილ ადამიანს 7-ზე მეტი უნდა ქონდეს, როცა ანალიზს ვაკეთებ 7-დან 14-მდე, 7-დან 15-მდე. და არიან ადამიანები, რომელსაც ეს აქვთ 0,3, 0,1, 2 ეს ნიშნავს, რომ მათი იმუნური სისტემა უკვე არასწორად მუშაობს. და ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანები ხშირად ავადობენ, ან ალერგიული რეაქციები აქვს თითქმის ყველა გამაღიზიანებაზე. აი, ახლა მინდა სწორედ პირველ რიგში ეს ვთქვა, რადგანაც ცოტა პროფესიულ ჭრილზე გადავიდე და ეს ანასაკითხი ამოვწურო, თუ ადამიანს აქვს თანდაყოლილი იმუნური სისტემის დეფექტი, ეს იმუნოგლობულინებია, უჯრედულია, ფაგოციტოზია, სხვადასხვა რგოლები გვაქვს, ახლა აღარ მინდა რომ დავძაბო ეს ასე ვთქვათ საუბარი ამ ხრივ და გავართულო უფრო სწორედ. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა არის ამომცნობი ნიშნები, როდის მიიტანოს ეჭვი, დიდია თუ პატარაა, რომ მართლა არ ქონდეს, იმიტომ რომ მე წეგან რაც ვახსენე დაავადება და რამოდენიმე წამის წინ, ამას ჩვენ ვეძახით ერთ-ერთი დაავადება ამ იმუნოგლობულინების G-ს დეფექტით არის ზოგადი ვარიაბელური იმუნოდეფიციტი. და როგორი დაავადება ეს ბავშვობიდან დაემართა, მაგრამ კლინიკური მისი აღმოჩენა ხშირად ხდება 20 წლის ასაკის შემდეგ. და როგორია სიმპტომები, როგორ ხდებიან, ეჭვი როგორ მიგაქვთ ამაზე? აი გეტყვით. სულ რამოდენიმე ასე ვთქვათ თვის ისტორია ჩვენი ყოველდღიური პრაქტიკის. პაციენტი რომელიც პირობითად მოვიდა ჩვენამდე და ამბობს, რომ მე მაქვს ალერგიული რინიტისთვის დამახასიათებელი სიმპტომები და ძალიან ხშირად მემართება ქრონიკული რინოსინუსიტი, რომელსაც ჩემი ექიმი და ექიმთა ჯგუფი ოპერაციულად პოლიპებს მაჭრიან, მისუფთავებენ ამ ღრუებს, გავა რამოდენიმე თვე, ისევ მობრუნდება ეს ჭირქოვანი პროცესი და მუდმივად ამ რინოსინუსიტით ვცხოვრობ. ყელიდან გადანადენი, ცხვირიდან ჩამონადენი, თავის ტკივილი, ყურის ჩართულობა და ცხოვრების ხარისხი მაქვს დანგრეული. მოვედით თქვენთან, რამე ალერგია, იმუნური სისტემას არავინ არ ახსენებს. ალერგიული ხო არ შეიძლება ეს იყოს. აი ერთი პაციენტის მაგალითს მივყვები, ახლა სულ რამოდენიმე თვის წინანდელს. კი ბატონო. აი ამ პაციენტს ყურადღება მიაქციეთ 41 წლის ასაკია მის პაციენტის ასაკი. ამ პაციენტს, რა თქმა უნდა, უკეთებთ ალერგოლოგიურ იმუნოლოგიურ შეფასებას. პირველ რიგში, ხო?
რა თქმა უნდა, შეიძლება ეს ყველაფერი ალერგიისგანაც იყოს გამოწვეული, იგივე მტვერისგან, იგივე გარემო პოლუტანტებისგან, ჩვენ ამას მერე ვიტყვით, ეს იმუნური სისტემის სწორედ ყველაზე ერთ-ერთი ძლიერი დამძგუნველი ფაქტორია და კვებითი ფაქტორები კიდევ, რომელიც გადამწყვეტი მნიშვნელობის არის იმუნურ სისტემაში და ამ პაციენტს როცა გაუკეთეთ ეს ანალიზები, პირველ რიგში ალერგიის ანტისხეულები, რომელიც ასაკობრივად უნდა იყოს იმუნოგლობულინი E კლასის, ესე ვამბობთ ჩვენ, ალერგიაზე პასუხისგებელი. ჩვენ გვაქვს რამოდენიმე იმუნოგლობულინი ადამიანს. ეს არის იმუნოგლობულინი G, აი წეღარაც ვახსენე, იმუნოგლობულინი M, იმუნოგლობულინი A, იმუნოგლობულინი D და იმუნოგლობულინი E. ეს E, ანუ E ინგლისურად, ანუ ჩვენ ალბათ სწორია და უფრო E ვთქვათ, ეს არის ალერგიაზე პასუხისგებელი ანტისხეული. ანუ ჩვენთან რომ მოდის პაციენტი, თუ ესეთი ავადობა, თუ ესეთი ხშირი სიმპტომები აქვს ამ ინფექციებისკენ მიდრეკილების, მე უკეთებ და ჩვენ უკეთებთ იმუნოგლობულინ A-საც, M-საც, G-საც და E-საც. აი ამ პაციენტთან ვნახეთ, რომ ბუნებრივია, რომ რომელი მიმართულებით ვიმოძრავეთ. ამ პაციენტთან ჩვენ ვნახეთ, რომ არც ერთი ეს იმუნოგლობულინი პრაქტიკულად არ ესაზღვრება ადამიანის სისხლში. ესე იგი, მას ამასაკამდე გარდა იმისა, რომ ქონდა რინოსინუსიტის მორეციდივე ძალიან რთულად სამართავი პრობლემები, სხვა მეტი კლინიკური ნიშანი არ ქონდა. ეხლა მთავარი ამბავი აქ რა არის? როცა ამას ხედავთ, რომ ჩვენ არც ერთი იმუნოგლობულინი არ აქვს, მე იქ ნიუანსებია, რაღაც ვაქცინაზე პასუხს უნდა დაველოდოთ, ფუნქციურად იქნება თუ არა ანტისხეული, ამიტომ ვაკეთებინებთ, თქვათ, პნევმოკოკის საწინააღმდეგო ვაქცინას და 4-6 კვირის მერე საზღვრავთ ამ პნევმოკოკს როგორ უპასუხა იმუნურმა სისტემმა ანტისხეულებით. იმიტომ რომ ვაქცინაც ხო რეალურად ეგ არის, რომ ანუ ვაქცინის შეყვანის შემდგომ ორგანიზმი გამოიმუშავებს ანტისხეულებს. ეს არის მისი ფუნქციური დანიშნულება. ამიტომ ეს ვაქცინა ამ შემთხვევაში პნევმოკოკი გვეხმარება არა მარტო სამკურნალოდ, ამიტომ დიაგნოსტიკურად. აი ამ კონკრეტულ პაციენტს, როცა ეს ვაქცინა გაუკეთეთ, 6 კვირის მერე საერთოდ ანტისხეულები არ წარმოექვნა. გინდა წყალი გაგეკეთებია მისთვის და გინდა ვაქცინა გაგეკეთებია. ეს უკვე ადგენს დიაგნოზს, რასთანა გაქვს საქმე. კი ბატონო, ერთი ლოგიკური შეკითხვა გამიშთა, ანუ ასეთი პაციენტი თუ კი მას თანდაყოლილი აქვს, ანუ ეს ასე ვთქვათ, მოშლილი იმუნიტეტი, თუ რამდენ სწორია ეს ტერმინი. შესაძლებელია თუ არა ბავშვობიდან მან რაც გაიკეთა, ყველაფერი იყო როგორც წყალი, ყველა ვაქცინა, ანუ არაფრისგან არ არის დაცული. არაფრისგან. და ასეთი ადამიანები ბავშვობაში ხშირად ავადობენ? აი, მაგასთან მივალ ახლა ამ კონკრეტულ მაგას დავასრულებ ლაკონურად და უკვე ვიტყვი ამ სიმპტომებს, რაზე უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდის ვიეჭვოთ ჩვენ მსგავსი ტიპის იმუნური თანდაყოლილი დეფექტები. ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება მშობლებისთვის, რომლებიც დატანჯულები არიან, ანუ ექიმებთან სიარული და ძალიან ხშირად მოავადე შვილები ყავთ, მაქსიმალურად უწყობენ ხელს კვებითაც, დასასვენებლად მიყავთ ხშირად ჯანსაღად, მაქსიმალურად ცდილობენ რომ ჯანსაღი გარემო შეუქმნან ბავშვებს, თუმცა მაინც ანუ არ სრულდება ეს ეპიზოდები ავადობის. დიახ, და აი ამ კონკრეტულ სიტუაციას თუ ამოვწურავთ, რა მნიშვნელოვანი რომ იმუნური სისტემის თანდაყოლილი დეფექტების დროს, აი ესეთი ფორმების დროს, ამ დროს უკვე მე ვიწყებთ ყველა ორგანოებისა და ფუნქციების შეფასებას. და ამ კონკრეტულ პაციენტს მაგალითისთვის ვიტყვი, ამ დაავადებას ახასიათებს არაინფექციური გართულებები, რომელიც შეიძლება ისე დაგატყდეს თავს და ყველაზე ხშირად ეს არის სწორედ ჰოჩკინის და არაჰოჩკინის ლიმფომის განვითარება. თქმა უნდა, ანუ სისხლმბადი სიმსივნე, სისხლმბადი სისტემის კიბო და ხშირად პაციენტებს არა მარტო ამ ქვეყანაში, უცხოეთშიც, განვითარებულ ქვეყნებშიც პირველადი დიაგნოზს მაშინ უსმევენ, როდესაც დიაგნოსტირდება ჰოჩკინისა და არაჰოჩკინის ლიმფომები. ამ ჩემ კონკრეტულ პაციენტს მაგალითად საბედნიეროჯერ ლიმფომა არ აქვს, მაგრამ ეს მულტიდისციპლინარული გუნდია ჩართული მის მართვაში, ჰემატოლოგიც და გასტროენტეროლოგიც და მეც ამ შემთხვევაში, თორე კუჭნაწლავის პრობლემებიც აქვს. ელენთა, რომლის მოცულობა უნდა იყოს, აი წეგან ვახსენეს იმუნური სისტემის ორგანო, რაღაცა 200 სანტიმეტრი კუბური, მას აქვს 600 კუბური სანტიმეტრი, სამჯერ გადიდებული ელენთა ქონია, რომელსაც ვერ გრძნობდა ის. ეს რუტინულმა დიაგნოსტიკამ მხოლოდ მე მუცლისღოს ეკოსკოპიამ დაგვანახა, როცა ჩვენ ნახეთ, რომ იმუნოდეფიციტი აქვს მას, რომლის შესახებაც მას არ იცოდა. მოგეთ, რო დაუბრუნდეთ ახლა, განვაზოგადოთ ეს. ამ პაციენტის მაგალითზე მინდა ისევ ჩაგეკითხოთ, ბიძინა, აი ეს ადამიანი ვთქვათ, რომ მოსულიყო, თუნდაც 20 წლის წინ. და დიაგნოსტირებული ყოფილიყო აღნიშნული პრობლემა. აი ამ შემთხვევაში რა ტიპის მკურნალობა დაიწყებოდა და შესაძლოა თუ არა ადრეულ ეტაპზე ვიზიტმა ალერგოლოგი იმუნოლოგებთან და ანუ ეს კონკრეტულ სპეციალისტთან თავიდან არიდოს უკვე ადამიანს ის საკმაოდ რთული დაავადება, რომელზეც ახლა საუბრობთ. ლიმფომა, ანუ ავთვისებიანი სიმსივნე, საიდანაც უკვე გამოსავალი ცოტა რთულია. აბსოლუტურად რასაკვირველია. პირველად იმუნოდეფიციტების დროული ამოცნობა და მათი სწორი მართვა
არის მთავარი საკვანძო საკითხი, რომ ის ინფექციური თუ არაინფექციური გართულებები ანუ მინიმუმამდე ჩამოდის პაციენტის. ეხლა ამ კონკრეტული პაციენტის და მსგავსი ტიპის ჯგუფის, რომელსაც ამ ზოგადი ვარიაბელური იმუნოდეფიციტის პაციენტები ქვია, აი გვიანასაკში რო უვლინდებათ. მათი მთავარი მართვა არის ის იმუნოგლობულინი G-ს მუდმივი თვეში ერთხელ ექსპოზიცია ინტრავენურად ან კან ქვეშ. ანუ რაც აკლია მას ხელოვნურად გადაესხვას უნდა. და უნდა ვთქვა ეს ნამდვილად ეს ძალიან საამაყოა, რომ აი ამ დიაგნოზით მქონე პაციენტებს ჩვენი ქვეყანა და სახელმწიფო ძალიან ძირად ღირებულს წონაზე და კილოგრამ წონაზე დაახლოებით საბაზრო ფასით იმუნოგლობულინი თვეში ერთხელ დარჩენილი ცხოვრება ჭირდება დაახლოებით 12-დან 15,000 ლარის ღირებულების წამალე. და ჩვენი სახელმწიფო თუ ეს დიაგნოზი აქვს პაციენტს უსასყიდლოდ აძლევს ამას ასე ვთქვათ ყიდულობს და მათ აქვთ ეს უსასყიდლო ხელმისაწვდომობა. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან კარგია, მე ეს არ ვიცოდი, მაგალითად ცოტა ადამიანმა იცის, იმიტომ დაავადება არ არის ღმერთმა არქანას ძალიან ხშირი, მაგრამ ეს უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის სახელმწიფო პროგრამა არსებობს, სადაც ეს არის გარანტირებული მათთვის იმუნოგლობულინი ინტრავენურის მიცემა ყოველთვიურად ყოველგვარი შეფერხების გარეშე და ეს მნიშვნელოვანია. წონის მიხედვით კეთდება იმუნოგლობულინი, როგორც ვიცი, ანუ კილოზე გრამი, ხო? არა, ეს არის 400-დან 600 მილიგრამი კილოგრამზე ამ დაავადების დროს. და კონკრეტული დაავადების, არა, მე უბრალოდ ვიცი ეს ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან ხშირად როდესაც რაღაც გართულებები ხდებიან სხვადასხვა კლინიკებში და არის ხოლმე გამოსავალზე საუბარი, რა შეიძლება კიდე გაკეთდეს, აი მაშინ საუბრობენ ექიმები ძალიან ძვირად ღირებულ მედიკამენტზე, იმუნოგლობულინზე, რომელიც ეს არის, როდესაც არის ნევროლოგიური სიტუაცია, გიებარეს სინდრომი ან სხვა აღმავალი ვთქვათ, ნერვული სისტემის დაზიანება და ასევე შეიძლება იყოს რევმატოლოგიური იგივე კავასაკის დაავადება და სხვა მის სინდრომები და შემდეგ, ანუ მწვავე სიტუაციის დროსაც გამოიყენება. კი, ამ შემთხვევაში მე აქედან ვიცი, რომ ძალიან ძვირი ღირს ეს პრეპარატი. ძალიან ძვირი ღირს, აქ საუბარია ჩანაცვლები თერაპიაზე, ხა მე მყავს ერთი პაციენტი, რომელმაც რაღაცა მშობელმა რაღაცნაირად არ ირწმუნა და მაინც გადაწყვიტა, რომ უცხოეთში წასულიყო, ჩვენ რამოდენიმე ექიმი ჩართული ვიყავით, პედიატრი ჩართული იყო, რამოდენიმე იმუნოლოგი და ყველას ჰქონდა თანაბარი შეფასება, რომ ეს იყო 12 წლის ბიჭია, რომელსაც წელიწადში 3-4 ჯერ ძალიან მძიმე სამართავი პნევმონია ემართება ფილტვის ანთება. და ჩვენ დადგენილი გვაქვს დიაგნოზი, ეს არის ზოგადი ვარიაბელური იმუნოდეფიციტი. მაგრამ მშობელმა მაინც ითხოვა, რომ მე მომეცი ფორმა ასე გთხოვბიძინა, აი რაღაცა ესეთი თხოვნის ფორმა ქონდა, რაღაცა სასოწარკვეთილი დედისა და მამის და გადაემოწმებიათ. მათ არ გაუწია წინააღმდეგობა, მე გულწრფელად დავწერე ორივე ენაზე მივეცე ეს დოკუმენტაცია და ისინი წავიდნენ და დევნილად ჩაბარდნენ საფრანგეთს თხოვეს თავშესაფარი. ხო, გაგზელება აქ ახლა ამ საკითხს. რასაკვირველია ისინი ახლა არის საფრანგეთში ამ ეტაპისთვის მესამე იმუნოგლობულინის გადასხმა აქ უკვე ამ ბიჭს გაკეთებული. ის ექიმმა ითხოვა, რომ ნახა ჩვენი ჩანაწერი რო გთხოვ, მე მინდა რომ ქართულ ექიმს დავეკონტაქტო და თქვაც გარკვეულწილად მადლობა გადაუხადო, რომ ყველაფერი სწორად იყო შეფასებული, მაგრამ აქ არ იყო დაწყებული ინტრავენური იმუნოგლობულინის გადასხმა და ეხლა ისე თქვა მინდა, რომ ოჯახმა გადაწყვიტა, რომ ეხლა გასაგებია, მაგრამ არაფერი აქ როგორც მიხვდი არ იცვლება. დიაგნოზი ზუსტად იგივეა. და ბრუნდებიან. თქვა უნდა ბრუნდებიან და ჩვენ ასე ვთქვათ, ეხლა განცხადებაც კი სამინისტროში უკვე მომზადების სახით, რომ ემატება ახალი პაციენტი პროგრამას, რომ ისინი მზად იყვნენ, რომ ეს ხო ტენდერია, ეს ხო შეკვეთა უნდა გაკეთდეს და ასე ვთქვათ, ასე შემდეგ. ამიტომ ამით იმის თქმა მინდა, რომ ასეთი ტიპის პაციენტებისთვის მკურნალობის შეთავაზება ამ თვალსაზრისით აი იმუნური სისტემის თანდაყოლი დეფექტებს ვეხები და აქვე უნდა ვთქვათ, რომ ბავშვთა ასაკშიც არის დაავადება, რომელსაც მცირე ასაკის ბავშვებში ეს არის ბრუტონის აგამაგლობულინემია, ესენი იბადებიან, აი იმუნოგლობულინის საერთოდ არ აქვთ და ესეთი იბადებიან, ეს ბიჭებისთვის უფრო დამახასიათებელი დაავადება და ესეც უზრუნველყოფილი პროგრამაა ჩვენს ქვეყანაში, ვისაც ბრუტონი აქვს ესეთი დაავადება, სახელმწიფო აძლევს სრულად უსასყიდლოდ იმუნოგლობულინს და ძალიან ძვირად ღირებულ მედიკამენტს. ძალიან ძვირად ღირებულს, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ გითხარით, ეს 8, 9, 10, 12,000 ლარი უნდა მინიმუმ ყოველთვიურ გადასხმას. ეხლა მოდი პრაქტიკულ საკითხს რო დავუბრუნდეთ. და ხო, პრაქტიკული საკითხი, როდის მივიტანოთ ეჭვი, რომ გვაქვს გარკვეული დაავადება იმუნიტეტის მხრივ და ასევე ძალიან მნიშვნელოვანია უკვე კონკრეტული პრაქტიკული რჩევები მიცეთ საზოგადოებას, რომელსაც უნდა ჯანმრთელობა და დაავადების გარეშე ცხოვრება. როგორ ვიცხოვროთ სწორად, რომ არ მივაყენოთ ზიანი ჩვენს იმუნიტეტს ბავშვობიდან. მაქსიმალურად რო შევეცადოთ. ეხლა მთავარი უნდა ვთქვა ეს პირველად იმუნოდეფიციტს ამოუწურავ. არსებობს რაღაც ნიშნები, რომელსაც აი ამერიკაში არის ესეთი ფონდი, რომელსაც ქვია ჯეფრი მოდელის ფონდი, ეს ისტორიული ფონდია, რომელიც იმ ქვეყანაში და მსოფლიოში არის პასუხისმგებელი ამ პირველად იმუნოდეფიციტის განათლებაზე, ცოდნაზე და მათ მართვაზე. ჯეფრი მოდელის ფონდს აქვს 10 ნიშანი,
საეჭვო იმუნოდეფიციტების და სამაყვადა რატო ვამბობ ამას, რომ ამ 10 ნიშნის ოფიციალური ფლაიერი არსებობს ისტორიული და დაემატა ბოლო წლებში ქართულად ადაპტირებული მათ ოფიციალურ საიტზე ატვირთულია ესა ქართველებმა ჩვენმა თქვათ ეკა კვარაცხელიამ თიკა თინათინ ტყემალაძემ და ამ ჯგუფმა ეს თარგმნეს ვალიდაცია გაუკეთეს და იქ თუ არის რუსულ ენაზე, არაბულ ენაზე, ფრანგულ ენაზე, ნუ ინგლისურზე თავისთავად აი ერთ-ერთი სამაყვარო ქართულ ენაზე ოფიციალურად ნათარგმნეს 10 ნიშანი. ეხლა 10 ნიშნა შეიძლება რომელიმე გამომჩეს და ეს ჯეფრი მოდელის ფონდის საიტზე შეიძლება თქვათ თუ ამონათება მოხერხდება ჩვენი პოდკასტზე დაინტერესებულმა სპეციალისტებმაც და მშობლებმაც და თვითონ პაციენტებმაც მოქალაქეებმაც ნახოთ. ძირითადად ეს არის თუ ადამიანს აქვს ბავშვთა ასაკში განსაკუთრებით ბოლო 1 წლის განმავლობაში 4 და მეტი ყურის ანთება. ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 და მეტი ფილტვის ანთება. ბოლო 1 წლის განმავლობაში 2 და მეტი რთულად სამართავი ცხვირის დანამატი წიაღების, ანუ სინუსების ართება. ბავშვის ზრდა განვითარებაში წონასა და სიმაღლეში ჩამორჩენა, რომლის მიზეზი სხვა დაავადებებით არ იხსნება. ადამიანებს, რომელთაც აქვთ გახანძლივებული დიარეა, რომლის მიზეზი ინფექციური და სხვა ნაწლავის ანთებითი დაავადებებით დიაგნოზით არ იხსნება. მოზრდილებს, რომელთაც აქვთ აუხსნელი კონდილომები, პაპილომები და გამონაყარი, რომელიც შესაძლებელია იყოს არა, ასე ვთქვათ, სხვა მიზეზით ვერ აიხსნას და აქ, ასე ვთქვათ, ეს კიდე ნიუანსებია შეძენილი იმუნოდეფიციტის ახასიათებს ეს, ასევე არ დაგვავიწყდეს ბავშვებისთვის და დიდებისთვის დამახასიათებელია პირის ზღუში ეგრეთ წოდებული რძიანას არსებობა, ანუ თეთრი სოკოვანი ნადების გაჩენა, რომელიც ეხა ბავშვთა ასაკში, ადრეულ ასაკში ძალიან დამახასიათებელია. ხშირია. თუ უჩვეულოა, წლის ასაკის ზემოთ არის, თუ უმკურნალ ექიმა და ისევ სწრაფად მალე უკან ბრუნდება, მაშინ ეს საეჭვოს ხდის. ჩვილმა რომელმაც გადაიტანა მძიმე სეფსისი და სეპტიცემია ნეონატალურ ასაკში, ანუ წლამდე ასაკში, იქ ყოველთვის გამოსარიცხია იმუნოდეფიციტი, რატო განუვითარდა მას ეს მოვლენა. და რა თქმა უნდა, აი მე ესე ვიტყოდი ძალიან მომწონს ეს ადაპტაცია, რომ ასეთია ტრაფარეტული ბოლო ნიშანი. ოჯახის წევრი ყავდა თუ არა პირველი იმუნოდეფიციტიდან ყავს დაავადებული. ამის შესახებ ადამიანებმა არ იციან. ეს ხო დაავადებების ცნობადობა ძალიან დაბალია. ამიტომ ამერიკელები და ჩვენი ევროპელი კოლეგები გვეუბნებიან, რომ ესე არ დაუსვათ საკითხი თქვენთან მოსულ პაციენტს, რომელსაც კონსულტაციას უტარებთ. პირველად იმუნოდეფიციტს თუ ის რთული ფორმაა, ხშირად ახასიათებს ადრეულ ასაკში ჩვილობაში გარდაცვალება. ამიტომ თქვენ კითხეთ ოჯახებს, ხო არ არის მათი დაძმები, მათი ახლობელი, რომელიც აუხსნელი სიკვდილობით გარდაიცვალა წლამდე ასაკში. ხო, აი მე მაგალითად მყავს პაციენტი, რომელიც გეუბნება, რომ კი, ჩემი შვილის მამიდა, ანუ მისი მამის და ერთ-ერთ კლინიკაში დასავლეთ საქართველოში გარდაცვლილა მენინგიტით ჰქონია 2 თვის ასაკში. ამ დროს ამ ბავშვს, რომელიც ახლა 5 წლისა იმუნოდეფიციტი აქვს, ესე დიდი ალბათობით მისი მამიდა, რომელიც 15 წლის წინ გარდაიცვალა კლინიკაში, მასაც ჰქონდა ის გენეტიკური იმუნოდეფიციტი. ამიტომ ჩვენ ეს არ უნდა ვკითხოთ, უნდა ვკითხოთ უჩვეულო ადრეულ ასაკში გარდაცვალების შემთხვევები. აი სწორედ ეს ნიშნები, ოღონ ერთი განმარტება უნდა ვთქვა და მე მგონი ამ ნაწილს აქ ამოვწურავთ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სასაუბრო ამ საკითხზე ზოგადად. რაც მე ჩამოვთვალე, 4 და მეტი ყური, 2 და მეტი ფილტვის ანთება. ეს ცალ-ცალკე არსებული სიმპტომები საკმარისი არ არის, რომ იმუნოდეფიციტზე ვიფიქროთ და ეხლა რიგები დავაყენოთ ალერგოლოგ იმუნოლოგებთან კიდე დამატებით, არავითარ შემთხვევაში. ამ 2 ჩამოთვლილი ნიშნიდან 2 მაინც უნდა იყოს სახეზე. 2 მაინც უნდა იყოს, რომ ჩვენ ვიეჭვოთ, რომ ხომ არ არის. რა თქმა უნდა, ეს არის მთავარი საკონძო საკითხი აქ. მე თუ მაქვს 4 ყურის ინფექცია და 2 და მეტი ფილტვის ანთება, აი მაშინ უნდა გამორიცხოს იმუნოლოგმა იმუნოდეფიციტი. თუ მაქვს რძიანა და თუ მაქვს 4 და მეტი ყურის ანთება, მაშინ უნდა გამორიცხოს. ცალ-ცალკე შეიძლება ჩვეულებრივი სიტუაცია იყოს, აი ხა ვიღაცას გქონდეს მაგალითისთვის ვამბობ, რინიტი, ცხვირის ძალიან სერიოზული ობსტრუქციით, ევსტაქის მილი, დახშობილი და შეიძლება 10 ჯერ გქონდეს ყურის ინფექცია. მარტო ამით იმუნოდეფიციტზე ეჭვი არ მიგვაქვს. ამიტომ ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ჩამოთვლილი ნიშნებიდან კიდევ ერთხელ თქვათ გადააზრების შემდეგ იცოდეთ, რომ 2 ერთად უნდა იყოს წარმოდგენილი, 2 ან მეტი. ხო, ეს არის. და ეს შეიძლება იყოს გენეტიკური. პირველადი იმუნოდეფიციტები 504 დაავადება აღწერილი ამ ეტაპისთვის, ბოლო კლასიფიკაციით, ყველა არის გენეტიკური ავადმყოფობა. ეს არის იმუნური სისტემის შეცდომა, რომელიც მუცლადყოფნის პერიოდში რაღაც დაირღვა. ან გადმოეცა, თქვათ, გენებით და
მშობელი იყო მატარებელი, ერთიც და მეორეც და უკვე ორივე გენმა რომ მოიყარა თავი, თქვათ ჰომოზიგოტურა ტარებლობამ, ანუ ერთის არ უვლინდებოდა, მეორეს უვლინდებოდა, შვილში მოუყარა თავი ორივემ, ანუ წყვილმა გენმა და დაავადება უკვე კლინიკურად გამოვლინდა. მოგეთ, ჩვენ რო ახლა იმუნური სისტემის გაჯანსაღებას შევეხოთ, უნდა ვთქვათ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ ამ პირველად იმუნოდეფიციტებს არანაირი გაჯანსაღება არ შველის. ხო, ეს მინდოდა მეკითხა. არ შველის არაფერი. აი, ხშირად გეუნებიან ხოლმე, რომ აი იმუნური სისტემის წამლები როა და ამაზე რო ლაპარაკობთ, ახლა იმუნური სისტემას წამალი შველის ეს ნამდვილად ესია, ხა თუ შევხედავთ ადამიანს, რომელსაც ნამდვილი იმუნური სისტემის პრობლემა აქვს, იმას ჭირდება იმუნოგლობულინის გადასხმა, იმას ჭირდება პროფილაქტიკური ანტიბიოტიკის სულ მიცემა, კვირაში რამდენჯერმე და ამ ადამიანს ჭირდება თუ რთული ფორმა, ჰემატოპოეტური უჯრედების, ანუ ძვლისწვინის ტრანსპლანტაცია. მეტი თერაპია ამ ადამიანებისთვის არ არსებობს დედამიწის ხო, ოლქზე. თუმცა ეს თერაპიაც არის გამოსავალი. ხა ჩვენ რო დაველოდოთ, როდის ასე ვთქვათ, უკვე ასაკში გამოვლინდება სიმსივნე და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, უმჯობესია დროულად დაისვას დიაგნოზი და თუნდაც აი მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და მუდმივი მკურნალობის ქვეშ იყოს პაციენტი. რა თქმა უნდა, ეს უდაუთესია. მაგრამ აქ ლაპარაკია, რომ ეს არის იშვიათი დაავადებათა კატეგორია, ესე უნდა ვთქვათ პირდაპირ. დანარჩენი პაციენტების უდიდეს ნაწილს ხშირი ავადობის უკან ეს იმუნური სისტემის დარღვევები, რაც არ უნდა ანალიზები უკეთოთ ჩვენ და მათზე, ასე ვთქვათ, აპელაცია თუ ინტერპრეტაციები ვაკეთოთ, არანაირი დეფექტი არ აქვს იმუნური სისტემის. უყურებ ანალიზებს, ადამიანი გეუბნება, რომ ხშირად ავადობს, ხშირად ცივდება, ზოგადი სისუსტე აქვს, ზოგადი დაღლა აქვს, რაღაცა მარტივად რომ გეტყვის, რომ სამსახურში ერთი ადამიანი ავად რო გახდეს, მეც აუცილებლად გადამედება. ეს უკვე არის, ასე ვთქვათ, მეორადი იმუნური სისტემის სისუსტეები, რომელიც აი გენეტიკასთან არაფერ კავშირში არ არის. ჩვენი იმუნური სისტემა, რა თქმა უნდა, დგას რამოდენიმე მნიშვნელოვან ნაწილზე და ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მე წეღან ვახსენე, ლიმფოიდური ქსოვილი, ჩვენი ლიმფური სისტემის ის ნაწილი, რომელიც ნაწლავთან ასოცირებული ლიმფური ქსოვილია, აი ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი აი ეს კუჭ-ნაწლავში არსებული ლიმფური ქსოვილი, ჩვენი იმუნური სისტემა როგორი იმუშავებს და რა განსაზღვრავს ანუ ამ იმუნური სისტემის მუდმივ მზადყოფნას. ამას განსაზღვრავს ჩვენი მიკრობიოტა. ანუ კილოგრამ-ნახევარი, 2 კილოგრამი მიკრობიომს ატარებს ყველა ადამიანი ნაწლავებში. თუ ადამიანს მომქმედი გენები, რომლებიც ცილებს ასინთეზირებენ, აქვს 20-დან 25,000-მდე. მეტი არ აქვს ადამიანებს, რომლებიც ცილების სინთეზში იღებენ მონაწილეობას. ანუ რითაც ფუნქციონირებს ადამიანი, ამ მიკრობიომში არის 3 მილიონი მომქმედი გენი. ანუ გენური შედარება რო გააკეთო, გენების მრავალფეროვნებით ჩვენს ნაწლავში არსებული ბაქტერიებს უფრო მეტი გენური მრავალფეროვნება აქვს, ვიდრე ადამიანს აქვს საერთოდ თვითონ დამოუკიდებლად. ამიტომ ხშირად ამბობენ, რომ ჩვენი მიკრობიომი მეორე ტვინია, ჩვენ ვართ მათი მასპინძლები, სტუმრები და ისინი არიან მასპინძლები. ეს არ არის მთლად ხატოვანი გამონათქვამი. მოკეთ ერთი სიტყვით, რისი თქმა მინდა. ანუ კუჭ-ნაწლავის მდგომარეობა, კუჭ-ნაწლავის პირდაპირ არის დაკავშირებული ჩვენს ჯანმრთელობასთან. პირდაპირ. აი კუჭ-ნაწლავში არსებული მიკრობები, თუ ის არის მრავალფეროვანი, თუ ეს მიკრობიოტა არის დაბალანსებული, ისე როგორიც უნდა იყოს, აი ამ იმუნური სისტემის უჯრედებს ეხებიან მუდმივად ყოველწამიერად და მათი თავარი ტრენაჟორია. ანუ რაც უფრო კარგი და ჯანსაღი მიკრობებია დასახლებული ჩვენს კუჭ-ნაწლავში, მუდმივად ეს ნაწლავ ასოცირებული ლიმფური ქსოვილი წარმოქმნის ამ T-რეგულატორულ უჯრედებს, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის საკითხია, რომ აუტოიმუნური, ალერგიული და კიბო არ განუვითარდეს ადამიანს. აი რატომ ვარ ცუდად ბიძინა? რატომ ვარ ცუდად და რატომ არის ცუდად ამდენი ადამიანი? მე ბოდიში ბიძინა უნდა გაგაწყვეტინო. აი თურმე რატომ არის ცუდად საზოგადოება, რატომ ავადობენ ხშირად ადამიანები? მე წავიკითხე ბოლო პერიოდში შენი განცხადება, სადაც საუბრობდი ანტიბიოტიკების თვითნებურად მიღებაზე, ანუ მუდმივად ეს არის ეს მანკიერი წრე. ადამიანები იღებენ ანტიბიოტიკს, შემდგომ უკვე პრობიოტიკებს არავინ აღარ იღებს და საერთოდ არავინ არ ფიქრობს იმაზე, თუ რას აშავებს ეს ანტიბიოტიკი ჩვენს ორგანიზმში, ირღვევა ეს მიკროფლორა და მე აი ეს მუდმივად ტრიალებს, ანუ ავადობის პერიოდი, მე ისევ თვითონ რო ინიშნავენ ანტიბიოტიკებს, ანუ თვითნებურად მიღებული მედიკამენტები და აი ასე წრეზე ვტრიალებთ, სანამ ჩვენი ორგანიზმი არ გვიპასუხებს, ასე ვთქვათ, სიმსივნით, ან რაღაცა ისეთი დაავადებით, რომელსაც უკვე მე შეიძლება ძალიან რთულად, ძალიან ბევრი მკურნალობა დაჭირდეს მის გამოსწორებას. აბსოლუტურად, ასე ვთქვათ. აი ასეთი ლოგიკური დასკვნა გამოვიტანე. აი როგორც ნიჭიერ ადამიანს ეს არ გეშლება, თქვენ მეგი. აქ თავი ერთი საკითხი უნდა წამოვწიო და ვთქვა, რომ ეხა ეს ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია. მარტო ეს არ განსაზღვრავს ყველაფერს, რა თქმა უნდა, ესე არ გვინდა შევხედოთ, რომ თავარი ფოკუსი ამაზე უნდა იყოს, მაგრამ
ჩვენი ორგანიზმი ამისგან შედგება. ერთ-ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი. ამიტომ ეხლა ჩვენ თუ შევხედავთ, აი ჩემი ასე ვთქვათ, გადავიტანოთ ეხლა პრაქტიკულ ასპექტებში, ხო? ხშირად არის პაციენტები, ბევრი დაავადება აქვთ, ალერგიის პოლისენსიბილიზირებული ფორმები აქვთ, კვებაზეც ალერგია აქვს, მოზარდია, გარემოზე ალერგია, ყველაფერზე ალერგია აქვს და დადგება საკითხი, რომ აი სტატია, რომელიც ამ Nature-ში გამოქვეყნდა შვედების მიერ 15000 ადამიანზე ჩატარებული, მე მქონდა ხა შესაძლებლობა ყოფილიყავი გერმანიაში მიკრობიოლოგისა და ჰიგიენის ინსტიტუტი რეგენსბურგის ვიზიტით და იქ ამ ინსტიტუტის დირექტორის ლექციაში იყო ეს ყველაფერი გაჟღერებული და როდესაც წყარო ვნახე ამ მიკრობიოტაზე ძალიან ბევრი ასე ვთქვათ ისაუბრა ერთსაათიანი ლექცია ჩაატარა ძალიან შტამბეშტავი და კარგი სპეციალისტი ეს ასე ვთქვათ პროფესორი მან თქვა რომ აი 26 წელს სწორედ ეს სტატია გამოქვეყნდა რასაც ასე ვთქვათ შევეგებეთ ჩვენ ყველა მთელი ევროპის სამეცნიერო წრეები, რომ შვედებმა 15000 ადამიანს დააკვირდნენ და ნახეს, რომ განსაკუთრებით იგივე კლინდამიცინი, ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბიოტიკი, ტეტრაციკლინი ისეთ შეუგზებად ცვლილებებს იწვევს ერთხელდალეულიც კი 8 წლის მერეც არ არის დაბრუნებული საწყის პოზაში ჩვენი მიკრობიომი. შედარებით უფრო დამზოგვენია პენიცილინის ჯგუფის წამლები, აზიტრომიცინის, ანუ მაკროლიდები, მაგრამ რა თქმა უნდა მათი გავლენაც უზარმაზარია, მაგრამ ისეთი არა როგორც კლინდამიცინის და ვთქვათ ფტორქინოლონების. ამიტომ ესე ხელაღებით ეხა ანტიბიოტიკი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფენომენია და როგორც მოვლენა და როგორც ასე ვთქვათ სამედიცინო ინტერვენცია მას არ აქვს არანაირი ალტერნატივა, მაგრამ ეს არ უნდა იყოს უი გავცივდი და სასწრაფოდ რამე არ გამერთულდეს, ეხლა აფთიაქში წავიდე და ვიყიდო. თავარი არსი ეს არის, რომ ექიმა უნდა შეარჩიოს, ის უნდა იყოს აუცილებლად მიზანმიმართულად დანიშნული. უნდა იყოს ეს ჯგუფები სწორად გააზრებული, რომ ვის როგორი პრობლემის წინაშე შეიძლება ასე ვთქვათ მოუწიოს შემდეგ დადგომა. შემდგომ დამცავები აუცილებლად ხო ჩვენი აი მაგნაწილზე მინდა რომ ვთქვა ორი სიტყვა და ეს ამ მნიშვნელოვანია, რომ საერთოდ ხელოვნური სინთეზირებული პრობიოტიკები კი ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ბოლომდე ეს მაინც დადგენილი არ არის, რომელია მნიშვნელოვანი, რომელი მაგრდება, რომელი ნაწლავში საერთოდ სახლდება, ხელოვნურობისგან ყველანი უნდა ვიყოთ მაქსიმალურად დაშორებული. ყველაზე მაგარი შესწავლილი და გაიდლაინებში გადასული პრობიოტიკებიც კი, ეხლა სახელებს არ დავასახელებ, აი თუ ჩვენ შევატყობთ, რომ მათზე ჩატარებული პლაცებო კონტროლირებადი კვლევებით, აი თუ ვთქვათ რაღაცას ვაძლევ და დიარეა გრძელდება, პლაცებოს თუ ვაძლევ 7 დღე, აი ამ პრობიოტიკის დამატებით, რაც ხელოვნურია, შეიძლება დიარეა გაგრძელდეს 5 დღე, 2 დღიან, მაქსიმუმ 3 დღიან შემოკლებას იძლევიან. ამიტომ მარტო ხელოვნურ პრობიოტიკებზე ადამიანი ვერ იქნება. აქ მთავარი რა არის, რომ ჩვენი კვებითი რაციონი უნდა იყოს პრობიოტიკების და პრებიოტიკების მხარდამჭერი. ეს არის აქ ყველაზე მთავარი. ადამიანი თუ რეგულარულად მიიღებს რძემჟავერძის პროდუქტებს, თუ ადამიანი მიიღებს ჯანსაღ პროდუქტებს, მიიღებს ზომიერად ოღონ რეგულარულად იგივე მწნილს და ასე შემდგომ. ეს არის ის პროდუქტები, რომლებიც ხელს უწყობს ბუნებრივი მიკრობიომის გამრავლებას. ეს მათი საკვები ნიადაგია და არა ის, რომ რაღაც კაფსულებში ჩადებული ჩვენ გადავყლაპოთ და ამით მივიღოთ ჩვენ მიკრობიომის გაჯანსაღება. ვერ მივიღებთ ვერასოდეს. ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, მოკეთ ესეც უნდა ვთქვა, რომ აი როცა ჩვენ ვეხებით გარემოს დაზიანებას და მერე იმუნიტეტის დაზიანებას და კვებაზე მინდა ახლა აქცენტი გავაკეთო. აი ხშირად პირდაპირ მნიშვნელობით ამას ვამბობ, რომ ახლა მე არავის გაზიანს ასმელებს და ასე შემდეგ არაფერს შეურაცხყოფას არ ვაყენებ და დამატკბობლებით რაღაც რითაც კაცობრიობა არის ასე ვთქვათ გადასული ხო ამ ტიპის სასმელზე. აი მარტივად უნდა ვთქვათ ეს ყველა მიცის. ჩვენ თუ ვამბობთ, რომ ანტიბიოტიკს რო დავლებთ, მიკრობიომის გამოსწორებას თვეები, წლები სჭირდება, ეხლა საშუალებები, რომლებიც გაზიანის სასმელები, კიდევ ერთხელ ამას არ დავასახელებ, იმიტომ ყველა მიცის ეს ადამიანები სალაღობო თემად იყენებენ, რომ ამით შეიძლება უნიტაზი გარეცხო, ამით შეიძლება რაღაცა ჭუჭყი მოაცო. ისინი ყველანი აკეთებენ ამ მიკრობიომის როგორც ანტიბიოტიკის ისეთ დაზიანებას. რა თუნდა ამას საუბარი და თუ ადამიანი ყოველდღიურად ამას იყენებს, ალტერაცია ჩვენი დაზიანება მიკრობების არის მუდმივი პროცესი. ამიტომ რატო არ უწევ ჩვენ რეკომენდაციას და რატო ვეუბნებით, რომ წყალი უნდა დალიოთ და ბოლო-ბოლო ვეუბნები, რომ ამ წყალში რაღაც ვთქვათ გაჭყლიტე ის კენკროვანი ხილი და ჩადე შიგნით ხო თუ ლიმონათის ტიპის გინდა რაღაცა რომ მიიღო. ის კი არა რომ დაატკბო და ხელოვნური იყოს და ფერადი იყოს და რაღაცა მაინცა და მაინც ყოველდღიურად ჩვენს შვილებს და ასე ვთქვათ ახალგაზრდა თაობას გაუმასპინძლეთ. ესენი ყველა არიან ამ მიკრობიომის მტერი. ამიტომ მათი დაზიანება და მათი გავლენა იმუნურ სისტემაზე უზარმაზარი გლობალურად რო შეხედო. იგივეა პროცესირებული საკვები. აი ჩემი ახლა ერთ-ერთი ინტერესი, ჩემი რა როგორც ადამიანის ვამბობ, მაგრამ ამავე დროს ჩემი დარგის ინტერესები წავიდა, ესეთი ცნება შემოვიდა და ცალკე ინტერესთა ჯგუფები შეიქმნა ალერგოლოგიის მსოფლიო ასე ვთქვათ კონგრესებზე. ამას ვეძახით ახლა ჩვენ ყველანი ერთად იმუნონუტრიციოლოგია.
ეს რას ნიშნავს? ანუ კვება იმუნური სისტემასთან მისი გაჯანსაღებით ან ის რაც შეიძლება პირიქით აზიანებდეს, არა მარტო აჯანსაღებდეს საკვები, იმუნონუტრიციოლოგია. ამიტომ იმუნონუტრიციოლოგიას ჩვენ რო ვეხებით, აი სწორედ მიკრობიომის გაჯანსაღებაა, სწორედ იმუნონუტრიციოლოგიის მთავარი ასპექტი და ის არა მარტო რას ვჭამთ ჩვენ, არამედ როგორ ვამზადებთ ამ საკვებს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი იმუნონუტრიციოლოგიური თვალსაზრისით. მაგალითისთვის ვამბობ. კონკრეტული რჩევა მინდა გკითხოთ, ბიძინა, რომ დაასახელოთ 5 ყველაზე მავნე პროდუქტი, რომელიც აზიანებს ჩვენს იმუნურ სისტემას, ჩვენს კუჭ-ნაწლავს და შემდგომ უკვე იწვევს იმუნიტეტის დაზიანებას. ეხა 5-ს დავასახელებ, 3-ს თუ 10-ს ეხა ცოტა ასე ვთქვათ მიჭირს ამაზე წინასწარ თქმა, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ აი ნებისმიერი რასაც ყველა იძახის, ხო, აი junk food-ი, რასაც ქვია, ულტრა პროცესირებული საკვები დამზადების აი ამ პრინციპით. კონკრეტული პროდუქტები დავასახელოთ თუ შეიძლება. აი ნებისმიერი გაზიანი სასმელი. ნებისმიერი გაზიანი სასმელი არის მტერი ჩვენი იმუნიტეტის. შიგნით შაქარი იქნება თუ სხვა დამატკბობელი, ეს ყველა არის ჩვენი მიკრობიომის, ანუ ჩვენი იმუნიტეტის. ჩვენ მიკრობიომს და მიკრობიოტას რო ვახსენებ, ეს პირდაპირ გულისხმობ იმუნიტეტის დაზიანებას. იმიტომ რომ თქვი რომ ნაწლავის ფლორა, ხო? ნაწლავის ფლორის დაზიანება ეს არის იმუნიტეტის დაზიანება. პირდაპირ კავშირშია. პირდაპირ კავშირშია, იმიტომ რომ იქ წარმოიქმნება T-რეგულატორული ლიმფოციტები, რომლებიც არეგულირებენ აი ამ წონასწორობას, სიმსივნის, აუტოიმუნურობის და ალერგიის. ამიტომ ესენი თუ ირღვევა და მათი სუბპოპულაციები მცირდება, ადამიანს უჩნდება პოტენციური რისკი, რა თქმა უნდა, ეს ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგანაც საკვები მინდა ამოვწურო და მე ფიზიკურ აქტივობაზე და ძილის ჰიგიენაზე და სტრესებზე საკვები ამოვწუროთ, ხო, მარტო ამით არ განისაზღვრება, მაგრამ დიდი ასპექტია, დიდი გიგანტია მარტივად რომ ვთქვათ. ამავე დროს არის ესე იგი ეს გაზიანი სასმელები ვთქვი, დამატკბობლები ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება ვიღაცას ეგონოს, რომ აი ზერო ფორმა თუ დავლიო, ეს ხო ჩემი ორგანიზმისთვის, რადგანაც ნულოვანი შემცველობა შაქრის, იქ არანაირი ნულოვანი შემცველობა არ არის შაქრის. თვითონ შეიძლება ის შაქარი ჩვენს იმაზე გლუკომეტრზე არ მოიმატებს, მაგრამ ის ისეთი დამატკბობლებია შიგნით, რომელთაც უფრო მეტი პოტენციური პირდაპირ ბჭყალებში ვამბობ, ამ შემთხვევაში ანტიბიოტიკური კვლელი გავლენა აქვს ჩვენს მიკრობიომზე. იმ ერთადერთი არის სტევია, მაგალითად, რომელიც მცენარეული ტიპის დამატკბობელია, რომელიც ყველა მეცნიერული კვლევა მიანიშნებს, რომ სტევიას არ აქვს საბედნიეროდ. რა შეიცავს სტევიას? სტევიას დამოუკიდებლად იყიდება ძირითადად საფთიაქოს სისტემაში, მას after taste აქვს, ერთი ნაკლი აქვს, ანუ ცუდ გემოსტოვებს, ეს არ არის კლასიკური ფლად შაქარივით ტკბილი და სასიამოვნო, თუმცა ადამიანები, ვისაც აქვს ინსულინო რეზისტენტობა, დიაბეტი და ასე შემდგომ, პირველი თუ ტიპი 2, იყენებენ სტევიას თემ სოფლიოში, ოღონდ ძვირიანი პროდუქტია. ჩვენს ქვეყანაში არის ეს ხელმისაწვდომი, რა თქმა უნდა, აი მას არ აქვს მიკრობიომის ალტერაციის შესაძლებლობა. ანუ ერთადერთი დამატკბობელია, რომელიც არუნებს ჩვენს ჯანმრთელობას. ერთადერთი შეიძლება ესე ითქვას. მეორე ნაწილი ასაკვირველი არის ულტრაპროცესირებული საკვები. მაგალითად ვამბობ, მე მაგალითად თუ ავიღებ ქათმის ფილეს, ან ხორცის ნაჭერს და მე მას, თქვათ, შევწვავ და დავბრაწავ, აი აქ სწორედ წარმოიქმნება საბოლოო გლიკირების პროდუქტები, რომლებიც ამ იმუნური სისტემის გაფუჭებას და დადგუნვას იწვევს და ჩემი მიკრობიომის დაზიანებას იწვევს. ანუ ყველაფერი შემწვარი ძალიან ცუდია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. რაც კი იწვება რეალურად, სადაც არის ცილა, სადაც არის ცხიმი და სადაც არის ნახშირწყალი, მაილარდის რეაქცია ირთვება მაღალ ტემპერატურაზე და იქ წარმოიქმნება ეს დამაზიანებელი, ანუ საბოლოო გლიკირების პროდუქტები. მაგრამ ესე არ უნდა გავიგოთ, ამას არ უნდა მივცეთ უბრალოდ ყოველდღიური ხასიათი. იმუნონუტრიციოლოგია არ გეუბნება, რომ შენ ეს არასოდეს არ შეჭამო, ეს შეუძლებელია. ჩვენ ადამიანები ხანდახან მისიც არსებობს ხო ფსიქოლოგიურად თუ დავიდრგუნე ხა და მე ძალიან მიყვარს მწვადი და შემწვარი ხორცი, მე ამაზე ეს არ უნდა იყოს ყოველდღიური ხასიათის. ყოველდღიური ხასიათით ადამიანმა თუ უნდა რომ ჯანმრთელობას ხელი შეუწყოს, უნდა მიიღოს ყველაფერი ორთქლზე მომზადებული, მოხარშული ფორმით. აი რატო არის კიდე ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი. თუ ჩვენ რაღაცას ვამზადებთ და გვინდა რომ შევწვათ, თუნდაც ჩვენი შვილებისთვის იმუნონუტრიციოლოგიური ასპექტით ამ რეაქციას, რომელიც გახურებისას წარმოიქმნება ცილებსა და ცხიმებს შორის, მაგალითად რგუნავს პირობითად თუ მის დამარინადებას გააკეთებთ, პირობითად იოგურტით, პირობითად მაგალითად როზმარინს დაადებთ ხორცს, ასევე ლაიმს ან ლიმონის წვენს. ესენი არის ბუნებრივი ინჰიბიტორები იმ ცუდი რეაქციების. ანუ ანეიტრალებენ? ანეიტრალებენ, რასაკვირველია. მაგალითად, ქათმის ფილე, ნუგეცები, ასე ვთქვათ, რაც ყველა ბავშვს უყვარს, იქნება უნებელი იმ შემთხვევაში, თუ მას ჩვენ წინასწარ დავამარინადებთ 20-30% შემცირდება. და შემცირდება მისი მავნე გავლენა. იმუნონუტრიციოლოგიის არსი, იმუნიტეტი, კვებასთან არსი არის მთავარი, არა რა სჭამ, არამედ როგორ ამზადებ მას.
და როგორ ინგრედიენტებს ასე ვთქვათ ერთმანეთთან ასე ვთქვათ აწყვილებ. ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და აქ ძალიან ბევრი თემაა ზოგადად, იგივე პრობიოტიკების ბუნებრივი ასე ვთქვათ შემადგენლობა მე რაც დავასახელე, ძალიან მნიშვნელოვანია ძემჟავე პროდუქტების მიღება და თქვათ ამაზე განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება, რათა ხელი შეუწყოთ ასე ვთქვათ ამ ჯანსაღი და ბოსტნეულისა და ხილის რა თქმა უნდა რაციონში უფრო დომინირება და ასე ვთქვათ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტებია. ბოსტნეული და ხილის მიღება ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს და როგორ არის სწორად მომზადებული ბოსტნეული, როგორი უნდა იყოს? ორ თქლზე და ხარშვით მიღებული. ორ თქლი და მოხარშვა. ნაკლები შებრაწვა და ნაკლები შეწვა. რასაკვირველი უმით შესაძლებელია უბრალოდ შეიძლება იქ ფერმენტული მონელების პროცესი ყოველას არ ქონდეს სათანადო და ვთქვათ ჭარბი აერაცია გამოიწვიოს, ამიტომ ამ შემთხვევაში შესაძლებელია ვთქვათ იგივე ორთქლი და მოხარშვაც იყოს ძალიან კარგი გამოსავალი, რომ ათვისების თვალსაზრისით ის გამარტივდეს, როგორც შეწოვის კუთხით. მოდი იმუნური სისტემის სხვა ასპექტებსაც დაუბრუნდეთ, ეხლა მარტო იმუნონუტრიციოლოგიაზე არ მინდა რომ ასე ვთქვათ ჩავიხლართოთ. მოგეთ ვთქვათ, რომ მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი იმუნური სისტემის ეს არის ადამიანის ფიზიკური აქტივობა. ფიზიკური აქტივობაც არის აი მარტივად რო ვთქვათ, აი მე ხშირად ჩემს პაციენტებს ალერგოლოგიური პოზიციიდან ვეუბნები ხოლმე, რომ სათანადო თქვენი ალერგიიდან გამომდინარე კონკრეტულად სპორტი ჩვენ უნდა მოვიფიქროთ. ზოგი გეტყვის, რომ ძალიან მეშინია, რომ იქ გაცივდება, ან იქ რო ირბინა, ასთმური მოვლენა დაეწყო და ხველა არ გაუჩერდა. ესეც მნიშვნელოვანი გასათვალისწინებელი მოვლენაა, როგორც ალერგოლოგი ვამბობ ახლა ამ შემთხვევაში, მაგრამ აუცილებელი პირობაა ჩვენი კონსულტაციის ასე ვთქვათ ყოველდღიური ასე ვთქვათ ნაწილია, რომ რაღაც მისთვის სასარგებლო სპორტი მე პაციენტთან უნდა შევარჩიო და მოვიფიქრო. ვიღაცისთვის ეს არის აუზი და ვთქვათ სურვითი აქტივობა. ვიღაცისთვის ეს არის გარე აქტივობა, როცა დარბაზის შიგნით მტვარის კონცენტრაცია უფრო მეტია, მაშინ რაგბი და ვთქვათ ფეხბურთი და რაც მას სიამოვნებს გარე ნაწილში. და ასე და ასე შემდეგ. ფიზიკური აქტივობის გარეშე იმუნური სისტემა არ ყალიბდება. ეხლა ესია ეს ნაწილი შეიძლება მე კვებაში რაღაცას ვაშავებდე, მაგრამ თუ აქტიური ფიზიკური აქტივობა მაქვს, შეიძლება მან ისე გადააკომპენსიროს, რომ არც არაფერი არ დამემართოს ცხოვრებაში. ამიტომ ეს არის ერთიანობაში უნდა შევხედოთ ამას და მარტო კვებით ვერ გამოისწორებს ადამიანი და ვერ აიშორებს ყველაფრის რისკებს, რაზეც ვსაუბრობდე. ეს უნდა იყოს შეთანადებული. თუმცა ძალიან ძლიერი ფიზიკური აქტივობა და ხა დღედაღამ რაღაცა ესენი 100 კილოიანი გირების აწევაც ხანდახან პირიქით ფიტავს ადამიანებს და მოდიან ჩვენთან და რაღაცა ის იმას ვსვამ, კვებით დანამატებს ვიღებ, კრეატინებს ვიღებ და ასე შემდეგ. ეს კიდევ კვებითი დანამატები ცალკე თემა არის. ცალკე თემაა, რასაკვირველია და აქაც ძალიან სიფრთხილეა საჭირო, ხარისხიდან გამომდინარე, ეს ხარისხის კონტროლია იქ დარღვეული და ბაზარი ზოგადად დაურეგულირებელია თელს მსოფლიოში, ჩვენს ქვეყანას არ გულისხმობ და ძალიან ასე ვთქვათ ინდივიდუალური მიდგომები უნდა იყოს და უნიფიცირებულად ყველას ერთ-ერთი კვებითი დანამატი არ უნდა ეძლეოდეს. ეს კიდე მეორე ასპექტია. ნუ ფიზიკური აქტივობა ვთქვით, მესამე ნაწილი არის ძილის ჰიგიენა, აი განსაკუთრებით მოზარდებში არის ეს პრობლემა და არა მარტო, ასე ვთქვათ, ყველა ნაწილში, მაგრამ თუ ადამიანს ძილი დარღვეული აქვს და ის არ არის ასაკობრივ ძილის ჭრილში ჩამჯდარი 7-8 საათი თუ რაც უნდა ეკუთვნის თქვათ მოზრდილ ადამიანს გულისხმობ და თქვათ 8-9 საათი მოზარდებს და ბავშვებს, მაშინ რასაკვირველია იმუნური სისტემა კარგად ვერ მუშაობს. მაშინ ირღვევა ეს ყველაფერი წონასწორობა და ესეც მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასე ვთქვათ მაქსიმალურად ვიფიქროთ, რომ ძილის ჰიგიენა შემადგენელი ნაწილია, ასე ვთქვათ ჩვენი იმუნური სისტემის. აი თუ ადამიანი ამას ახერხებს და რა თქმა უნდა მოზრდილ ადამიანში ასევე კორტიზოლი ჩვენი ორგანიზმში წარმოქმნილი, რომელიც არის ჩვენი სტრესის ჰორმონი, თუ ჩვენ ახლა სტრესით ვცხოვრობთ, სამსახურიდან დაწყებული ჩვენი ყოველდღიური ყოფით და მუდმივი კორტიზოლი გვაქვს მომატებული ჩვენს სისხლში, კორტიზოლი არის ნომერი პირველი სუპრესანტი, ანუ დამძგუნული იმუნური სისტემის უჯრედების. ეს იგივეა ენდოგენური პრედნიზოლონიას, ენდოგენური დექსამეტაზონია. სადღაც გეხმარება სტრესის გადარჩენის დროს და გამძლეობას გმატებს, მაგრამ ეს თუ მუდმივ რეჟიმში შენი ენდოგენური პრედნიზოლონი თუ დექსამეტაზონი და ჰიდროკორტიზონი, ანუ ეს ჯგუფია ეს ერთი და იგივეა, ესენი ხელოვნურად სინთეზირებულებია. მუდმივად მომატებული აქვს ადამიანს სტრესის დროს ეს იმატებს. რა თქმა უნდა შენი იმუნური სისტემა თანდათანობით მერე ქვემოთ, აი როგორც თავდაღმართისკენ მიდის და ადამიანს მერე ყველა დაავადების რისკი უჩნდება. აი ხო არის ეს ხალხური გამონათქვამი, რომელიც ნამდვილად არსებითია, რომ ინერვიულა და დიაბეტი დაემართა, ნერვიულობის ფონზე კი სიმსივნე გაუჩნდა. ეს აბსოლუტურად სწორია. იმუნური სისტემაა დაქვეითებული სტრესის ფონზე. იმიტომ რომ კორტიზოლი აქვს ადამიანს მაღალი, აი როგორც წეღან ვახსენე. და ჩვენი იმუნური სისტემის ეს ზედამხედველი უჯრედები დასუსტებული და დაძაბუნებულები არიან და მიეცემათ შანსი უკვე აუტოიმუნურ და ონკოლოგიურ პროცესს რა თქმა უნდა ხელი შეეწყოს. ამიტომ ადამიანმა ამ ასპექტებზე კვებითი ნაწილი
ეს არის მამოდიფიცირებელი ფაქტორები. ჩვენ გვაქვს რაღაც გენეტიკური დეტერმინაცია, თავი რომ მოვიკლოთ, ახლა მაინც ვერ ავირდებთ რაღაცის განვითარებას ჩვენს ორგანიზმში. არის უხეშად 50 აი 50-50-ზე რო იტყვიან. პროცენტი რაღაც არის ვერ ავიცილებთ თავიდან, აი როგორც იტყვიან ხოლმე ისევ ხალხურიდან რო წავიდეთ, რაც მაწერია, ის მაწერია. მაგრამ მეორე 50%-ის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროცენტია, ჩვენ შეგვიძლია აი ხელთ გვიპყრია ჩვენი ასე ვთქვათ სადავეები, ჩვენი იმუნური სისტემის, რომელიც მერე გადის ალერგიაზე, აუტოიმუნურ დაავადებაზე და ონკოლოგიურ პათოლოგიებზე, რაზეც დგას თანამედროვე არაგადამდები, ანუ არაინფექციური მედიცინის, რა არის ახლა სიკვდილობის ტვირთი, ხო? ყოველწლიურად 23-25 მილიონი ადამიანი კვდება, ხო? კაცობრიობის დანაკარგი ყოველწლიური არის 25 მილიონი კაცის. აქედან უდიდესი ნაწილი კვდება არაგადამდები დაავადებებით, ხო? 8 მილიონი კიბოთი, გულსიზრდლის სისტემით 14 მილიონი, ინფექციური დაავადებით გარდაცვალება თანამედროვე სამყაროში ძალიან ცოტა, ხო? მით უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში ახლა ინფექციით არავინ არ კვდება. შესაბამისად, აი აქ გადის ეს, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი, რაზეც ჩვენ უნდა ვიფიქროთ და შეიძლება ეხა ზაფხულია და ბარემ ამასაც ვიტყვი. და მეუბნებია რომ სად დავასვენო, რომელი კურორტი ავირჩიო, იმუნური სისტემას ეს დაეხმარება თუ არა. მე მაქვს ერთი მარტივი რეცეპტი. თქვენ გული არ უნდა დაგწყლეთ, თუ არა გაქვთ საშუალება იმის, რომ მანდამაინც ახლა თქვენი შვილი ძვირადღირებულ სადღაც იმ ბაგორიანის თუ აბასთუმნის კურორტებზე წაიყვანოთ. აბსოლუტურად ეს არ არის, ასე ვთქვათ, სავალდებულო ნაწილი. თუ ვისაც შესაძლებლობა აქვს და კომფორტი უნდა საკუთარი თავისთვისაც, რომ ყოველდღე არ ამზადოს საკვები და თვითონაც დაისვენოს ოჯახის, ასე ვთქვათ, უფროსმა წევრებმა შვილებთან ერთად, მაშინ წადით, მეუბნები, რა პრობლემაა. თუ გაქვს შესაძლებლობა, მაშინ არ დაზოგო შენი რესურსი, მაგრამ თავარი არის, როცა ჩვენ ვეხებით კურორტოთერაპიას, რომ ჩვენ აუცილებლად ჩვენი შვილები და მოზრდილებიც კი სუფთა ჰაერზე უნდა გავიყვანოთ. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ქალაქის სმოგს უნდა გავაცილოთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი მთავარი კიდე სასუნთქის სისტემის ავადმყოფობას ამ ჩვენს ეპითელურ ქსოვილზე, თვალი, ცხვირი თუ ბრონქები და გუჭნაწლავიც, აი სწორედ გარემოში არსებული მანქანის გამონაბოლქვი, სამშენებლო მტვერი და ასე შემდგომ მათი, ასე ვთქვათ, ზემოქმედება უზარმაზარ გავლენას ახდენს და მესამე და მეოთხე ასპექტი. ჩვენ როდესაც ვისვენებთ და გავდივართ, ავტომატურად ეს ნიშნავს ძილი უწესრიგდება ადამიანს, კვებითი რაციონის ხვანდარი უხდება, იძულებულია როცა კურორტზეა რომ ცოტა ფიზიკურად იაქტიუროს, დიდია თუ პატარა, იმოძრაოს რაღაცა გარემო დაათვალიეროს. ამიტომ შესაბამისად ჰაერის შეცვლა და გასვლა ქალაქიდან ეს არ არის მარტო სუფთა ჰაერით სუნთქვა. აქ არის ძილიც, აქ არის კვებაც და აქ არის ფიზიკური აქტივობაც. ამიტომ ყველაზე კარგი ინტერვენცია არის წასვლა თქვენ სოფლებში, თქვენ სახლებში, მიტოვებულია, ახალია, სასტუმროა, ოღონდ გაერიდეთ ყოველდღიურ ყოფას, იმიტომ რომ ეს იმხელა, ასე ვთქვათ, კონტრიბუციას გააკეთებს მერე. დარჩენილი ხარ ბუნებრივია, ჩვენ ბოლომდე არ აგვაქვს ამაზე პასუხი, რომ ვთქვათ 2 და 3 და 4 კვირა რომ დავისვენა ეს რამდენი ხანი დამაგრდება ჩვენს იმუნურ სისტემაზე. არ ვიცით. ეს არის პასუხგამოცემელი კითხვები, ხო? ეს ბოლომდე არ ვიცით, რომ ეხა რაღაც ისეთი გენეტიკურ რეპროგრამირებას ეხა ვერ გააკეთებს 4 კვირა კარგი ხასიათზე ყოფნა და სტრესებისგან გარეშე ყოფნა და თელი მერე დარჩენილი წლები, თვეები რო გეყოთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ძირითადი აი მეცნიერებას რო ჩაუღრმავდე, 3-4 თვე მაინც ნარჩუნდება. მინიმუმ 3-4 თვე ნარჩუნდება. არის ეფექტი. ამიტომ აი ეს ასპექტები ყველაფერი ერთად შეგვიძლია ასე ვთქვათ შევაჯამოთ და ურჩიოთ ადამიანებს, რომ აი ამ ყველა ასპექტზე, ფიზიკურ აქტივობაზე, ძილზე, სწორკვებაზე, იმუნონუტრიციოლოგიაზე ფიქრი არის იმის გარანტია, რომ რაც შეგვიძლია, რაც ჩვენს ხელთ არის, იმუნური სისტემას დავეხმაროთ. გავიუმჯობესოთ ასე ვთქვათ იმუნური სისტემის მდგომარეობა, რომელიც უკვე მერე შემდგომ პირდაპირ კავშირშია ჩვენს ჯანმრთელობასთან. პირდაპირ კავშირშია, დიახ. და აი თქვენ ახსენეთ ჩაწერის დასაწყისში, რომ ფაქტიურად ჩვენ ვერავინ ცას ვერ გამოვეკერებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია როგორი ხარისხით ვიცხოვრებთ. დიახ. იმდენად საინტერესო რესპონდენტი ხართ ვიძინა, რომ უსასრულოდ შეიძლება თქვენთან ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი, თუმცა მე აქვე ჩვენს მაყურებელს დავპირდები, რომ აუცილებლად კიდევ მოგიწევთ და შემდგომ ვისაუბროთ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის თუნდაც მე ვფიქრობ, რომ დღეს უკვე ძალიან რო აღარ გადავიღალოთ და თქვენც ამ თემით შემოვიფარგლოთ. ძალიან მინდოდა დღეს საუბარი ასევე ესთეტიკურ მედიცინაზე და ეს ძალიან კიდე რთული თემა არის. ფაქტიურად ყველა სახლის ქვემოთ პირველ სართულზე გახსნილია უკვე ესთეტიკური მედიცინის კაბინეტი, არ არის დარეგულირებული კარგად ეს სფერო, აი თუ თქვა მოკლედ მიპასუხოთ
პასუხებთ. მოკლედ, მაშინ შემიძლია იმიტომ რომ ვთქვა. ძალიან ხშირად დიახ. ბოლო პერიოდში შემოდიოდა შეკითხვები, ასევე მადლობას ვეტყვი ჩვენს მაყურებელს ამისთვის. დაახლოებით ალბათ 2 თვეც არ არის რაც დავიწყეთ ამ გადაცემის ჩაწერა და ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს, ანუ ადამიანებს აინტერესებთ პასუხები მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე კომპეტენტური ექიმებისგან, კომპეტენტური პირებისგან. ძალიან ბევრი შეკითხვა შემოვიდა ბოლო პერიოდში იმაზე, თუ აი რამდენად დიდი საფრთხის შემცველია, თუნდაც აი ესთეტიკური მედიცინის რაღაც პროცედურები, რომელსაც ატარებს არა ექიმი, ასე ვთქვათ. ნუ შემდგომ რო რაღაც გადამზადების კურსი გაიარეს, ესეთი ადამიანები ატარებენ და რამდენად დიდი საფრთხე არსებობს ამ დროს, თუ კი განვითარდება კონკრეტული ალერგიული რეაქცია. რომ ეს საფრთხე დროულად იქნას თავიდან აშორებული და ხომ არ არის გარკვეული რისკი. სიცოცხლესთან შეუთავსებელ მდგომარეობებს გულისხმობ. მე ესე ვიტყოდი მოკლედ ამ კითხვაზე პასუხი, რომ რა თქმა უნდა ეს სფერო უნდა იყოს უფრო მეტად დარეგულირებული და პროფესიული ხარისხი და სტანდარტი უნდა იყოს ამაღლებული. ეს ყველას ინტერესებში შედის, ბუნებრივია, მაგრამ აქ კომერციალიზაციის ასპექტებია შემოსული, რაც ზოგადად, ასე ვთქვათ, ამ ხელს უშლის ამ პროცესს. ერთი კარგი ტენდენცია რაც არის ბოლო პერიოდის, ახლაც გაიას სექტემბერში საერთაშორისო კონგრესში მიწევს გამოსვლა მე და ჩემს კოლეგებსაც პერმანენტულად, აი ამ კომპანიებმა და თვითონ ასოციაციებმა ბოლო პერიოდში ძალიან კარგი ინიციატივებს იჩენენ. მე ბოლო პერიოდში 3 მოხსენება მქონდა სხვადასხვა ორგანიზატორების მიერ დაორგანიზებული და ყველა წამყვანი ესთეტური მედიცინაში მოქმედი აქტორები იყვნენ, სადაც ჩვენ ვცდილობთ სხვა ასპექტებთან ერთად ალერგოლოგიური თემები გაუჟღეროთ და უთხრათ რა მზაობა უნდა გქონდეთ, თუნდაც ამა თუ იმ სიტუაციაში პაციენტს სწორი დახმარება აღმოუჩინონ, ამიტომ მათ აქვთ ეს მცდელობა, რომ ამ ხრივ ცოდნა და განათლება მიიღონ, შეიძინონ და კარგად ასე ვთქვათ, რეაგირებენ სწორ, ასე ვთქვათ, სწორ აქცენტებს აკეთებენ. სწორ აქცენტებს აკეთებენ. ეს მნიშვნელოვანია. ზოგადად მე ყოველთვის ლექსიის დასაწყისშიც ვამბობ, რომ ამ ტიპის პროცედურების დროს ალერგიული რთული რეაქციების რისკი საბედნიერო ძალიან დაბალია და ეს არ არის მასიურად გამოხატული. თუმცა არის პროცენტული მაჩვენებელი, მაგალითად 1-2%, რომ სადაც შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსია. ანაფილაქსია არის ძალიან იშვიათი, მაგრამ ეს არ არის გამორიცხული, ვითარდება ბუნებრივია, მაგრამ ძალიან იშვიათად. უფრო მეტად რეაქციები არის ლოკალური რეაქციები, შეშუპებები და კვანძები და შემდგომ წარმოქმნა, რომელსაც თავისებური მართვის პრინციპები უნდა და რა თქმა უნდა, თავარი რაზეც დგას ამ პროცედურების ჩემი ასპექტიდან, უსაფრთხოება და სულ ამაზე უმახვილებ ყურადღებას, ეს არის პირველი, სწორად უნდა შეკრიბონ ადამიანის ანამნეზი, სანამ რაიმე პროცედურა დაიწყებენ, გაითვალისწინონ მისი გამლილი პერიოდი, რა პროცედურებია გაკეთებული, რა ქრონიკული დაავადებები სჭირს, ვაქცინაციის სტატუსი როგორია, აუტოიმუნური ავადმყოფობისკენ მიდრეკილება ხო არ აქვს. ანუ ზედაპირულად რომ მე უკაცრავად და კლიენტი დავიჭირე თუ გამოვიჭირე და ყველას ასე ვთქვათ გაუკეთო ერთი და იგივე, ხანდახან არის ხოლმე რომ ვეუბნები, რომ აი თუ ეს არ მიდის მასთან და რაღაც ამ პროცედურას რისკი აქვს, ალტერნატიული შესთავაზე. მას როგორც ექიმს, მას როგორც ასე ვთქვათ, პროფესიონალი ისე უნდა დაელაპარაკოთ თქვენ. მე სულ ესე ვუხსნი მათ, რომ ეს არ უნდა იყოს ზედაპირულად, რომ ყველას ბოტოქსი უნდა, ყველას ფილერი უნდა, ყველას რაღაცა სხვადასხვა რძემჟავა პროცედურები უნდა და კოლაგენის სტიმულატორები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. მეორე ნაწილი, პროდუქტის ხარისხი უნდა იცოდეთ. ზედმიწევნით თქო ყველა ესთეტიური მედიცინის წარმომადგენელს ვეუბნები, იმიტომ რომ აქ თუ არ არის მაღალხარისხიანი პროდუქტი, რომელზეც კვლევებია ჩატარებული, რომელზეც სანდოობა მაღალია, რომელზეც კარგი ციცი და ცუდი ციცი, მაშინ დადგები რისკის წინაშე. და მე როგორც ვიცი, ძალიან ცუდი ხარისხის პროდუქტსაც იყენებენ და ზოგჯერ ისეთ პროდუქტს თქვენს ერთ-ერთ პოდკასტში საუბრობდით, ვეტერინარიაში რა მედიკამენტებიც გამოიყენება, იმ მედიკამენტით მუშაობს ზოგიერთი. კი, ჩემთან იყო და ჩემს კოლეგებთან წლის დასაწყისში პაციენტები, რომელთაც ჰქონდათ სულად გაურკვეველი რაღაც პრეპარატი, ეფექტოს სახელი, არ ვიცი დღესაც არ ვიცი რა არის, ვეტერინარიული წამალი ყოფილა, რომელსაც რაღაცა ამ ფილერისო თუ რაღაცის ფუნქციას ანიჭებენ. ეს და ნუ E-ვიტამინის შეყვანა რაღაცა ტუჩის მოცულობების გაზდაში, რომელსაც მე სერიოზული რეაქციები მოყვება, ეს ძალიან განსაკუთრებული. რა საფრთხე არსებობს? აი, სერიოზულად დეფიგურაციას იწვევს, შეშუპება ვითარდება და რამოდენიმე კვირა და თვეც კი მე პაციენტებს არ მოსწონს საკუთარი თავი. ანუ ის რის გამოც სხერტლზე ჭყალებში წავიდნენ და ამ რაღაცა მოცულობა შეივსეს, იმდენად გადააჭარბა მოცულობას, ეხლა აღარ მოსწონს მისი თავი. ძალიან ასე თქვა დაბერილი ტუჩი აღარ უნდა თან რო გეწვის გეკავება და წითელი რო გახდა თან ეს ტუჩი თუ სხეულის სხვადასხვა ნაწილი. ამიტომ რა თქმა უნდა ეს რისკები არის და მესამე, ასეპტიკა და ანტისეპტიკის დაცვა. ხანდახან უსაფრთხოება თუ არ არის, როგორც ქირურგიული პროცედურისო სწორად დაცული, ინფექციის შეჭრის დიდი რისკია. ეს ხშირად წარმოქმნილი გართულებები სწორედ არის ასეპტიკისა და ანტისეპტიკის დარღვევით. ამიტომ ანამნეზი კონკრეტული ინდივიდის ალერგიული
ასპექტების, პროდუქტების კარგი ცოდნა და ასეპტიკა და ანტისეპტიკა. აი ამ განათლებაზე უნდა იყოს, რასაც სახელმწიფოც უნდა ერეოდეს და არეგულირებდეს და ყველა მეორეს არ უნდა ქონდეს ამ პროცედურების მათი ბექგრაუნდისა და ცოდნის გარეშე გამოყენების საშუალება. აი მარტივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი მნიშვნელოვანია და სამუშაოა ძალიან ასე ვთქვათ მნიშვნელოვანი ასპექტით. ძალიან საინტერესო იყო თქვენთან საუბარი და ჩვენს მაყურებელს პირდაპირ აუცილებლად ხშირი სტუმარი იქნებით ჩვენი პოდკასტის და ბიძინე ბოლოს არ შემიძლია რომ არ გკითხოთ თქვენ ახალ მისამართზე გადახვედით. დიახ. გოთუა სამედიცინო ცენტრი. ეს არის იგივე ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი. რა შეიცვალა? უპირველეს ყოვლისა გილოცავთ ძალიან მაგარი გუნდი ხართ და ან თქვენ ხართ კლინიკა, რომელსაც თამამად ურჩევ ხოლმე პაციენტებს. კლინიკა, რომელსაც შეიძლება რომ თამამად ენდო. და აი მოკლედ რომ მოგვახსენოთ და უთხრათ ჩვენს მაყურებელს ახალი მისამართით და რა შეიცვალა თქვენს კონცეფციაში. დიახ, ალერგიის და იმუნოლოგიის ცენტრი, როგორც უკვე ახსენეთ, გახდა გოთუა სამედიცინო ცენტრი. პირველ რიგში, იმიტომ რომ ქაუტომაიას და მის ოჯახს და მის გვარს ძალიან დიდი წვლილი აქვს ამ ქვეყნის ისტორიაში და განვითარებაში, ლიტერატურიდან დაწყებული, ასე ვთქვათ, მისი ყველა წინაპარი და ქაუტომაია, როგორც ასე ვთქვათ, წარმომადგენელი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და ღირსეული მათ გვარში, მას ნამდვილად მსჯელობისთვის, როცა ამ საკითხზე ჩვენ ვშელოდით, ვთქვით ყველა მერცხმად, რომ ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ ცენტრს უნდა დავძახოთ, იმიტომ რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც გოთუას ცენტრში მივდივარ ამბობდა. ხო, ალერგიის ცენტრს ცოტა ამბობდა. ამიტომ ეს ასე ვთქვათ, ეს მთავარი ამბავი ეს იყო. ხა კიდე რამ განაპირობა ეს საკითხი, ესეც მინდა ვთქვა. ჩვენ იგივე უბანში დავრჩით, ეს სტიგმის მასევია, გივი ჟვანიას 2 ნომერია, ანუ შორს არ წავსულვართ, მაგრამ მთავარი ამბავი გახდათ ის, რომ ჩვენი დარგი, როგორც მედიცინის უმრავლესი დარგები, უფრო მსხვილდება და გამსხვილება კიდე მნიშვნელოვანი ასპექტი ამდენად არ არის, რამდენადაც ჩვენ კოლეგებთან და სხვადასხვა პროფესიებთან ბუნებრივი ინტერაქციის საჭიროება გაგვიჩნდა, ანუ ურთიერთ, ასე ვთქვათ, გადაკვეთის. ეს ხშირად არის ინფექციონისტები, გასტროენტეროლოგები, დერმატოლოგი, რევმატოლოგი, ჰემატოლოგი. ამიტომ ჩვენი პრინციპი ამ ახალი გოთუა სამედიცინო ცენტრის მთავარი საყრდენი არის, რომ ყველაზე ახლოს მომიჯნავე სპეციალობების ექიმები, არა მარტო ალერგოლოგი, იმუნოლოგები, ვიყოთ ერთ ჭერ ქვეშ. ანუ პაციენტები ხშირად, აი მაგალითად, ჩემი პრაქტიკასაც რო შევხედო ამ ასპექტით, წლების მანძილზე გეტყვის, რომ აი რაღაცა რთული ჯინჯრისიება მაქვს და მე რევმატოლოგთანაც ვიყავი, ჰემატოლოგთანაც ვიყავი, იქ მსობილ ინფექციონისტთანაც გამიშვეს. კონსილიუმი მე მოვაწყო, ოღონ ამას დავჭირდა 2 თვეო გეტყვის. იმიტომ რომ იმას ველოდე ამდენი ხანი, მერე თქვენ გელოდეთ ამდენი ხანი, მერე მესამე ექიმს ახლა ველოდები და იმის აზრს მერე თქვენ გაგაგებინებთ. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყველა დარგს ეხება ეს აი მულტიდისციპლინური თუ ინტერდისციპლინური მიდგომები, ახლა დარგი არ არსებობს, უკვე თან ეს პოპულარული სიტყვები და ტერმინები გახდა, ყველა მეორე კონფერენციის სახელებშიც კი ვერ ნახავთ ახლა ღონისძიება, სადაც არ წერია ინტერდისციპლინარული მიდგომა, მულტიდისციპლინა. ამიტომ რეალურად ჩვენი ცენტრი, გოთუა სამედიცინო ცენტრი აერთიანებს აი ამ ეხლა უკვე ამ ეტაპისთვის ჩვენ გვყავს პულმონოლოგის, დერმატოლოგიური ჯგუფიც, რევმატოლოგიც ძალიან კარგი და გამოცდილი და ფართოვდებით მომიჯნავე დარგის ექიმებში. ამიტომ ჩვენთან მოსული პაციენტს არ უნდა ჰქონდეს თვეების დაყოვნება, რომ მისი ერთი პრობლემის ირგვლივ მოისმინოს თუნდაც 2 და 3 ექიმის მოსაზრება. ამიტომ თავარი არსი სწორედ ამ ცენტრის შექმნის არის ეს, რომ მომსახურეობის ხარისხი პროფესიული თვალსაზრისით პირველ რიგში მე სულ ამბობ ამას და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ არის მარკეტინგის ესეთი ხერხი, როცა აღარ დავასახელებ ამას, არ აქვს ამას მნიშვნელობა, როცა თავარი მარკეტინგული აქცენტი კეთდება, რა ტიპის აპარატურა უდევთ კლინიკაში. და ამას წამოეგება ხოლმე, რა თქმა უნდა, მოსახლე, ამას ცუდი არაფერი არ არის, მარკეტინგის ხერხია. რომ სადღაც თუ მაგარი რაღაცა ტესლა, 3D-ის და არის რაღაც ტომოგრაფი, მიდის ადამიანი, სულ არ კითხულობს იქ ვინ აკეთებს ამას და ვინ უყურებს. არა და ეგ არის მთავარი. ეს არის მთავარი. ეს არის მთავარი. ვინ კითხულობს მე ამ დასკვნას? ქალბატონი მაიას და მისი გუნდის მთავარი ასპექტი არის, არა აქცენტი გაკეთდეს, თუმცა აპარატურაც წინა პლანზე არ მოგვაქვს თორე ჩვენ თერმოფიშერი და ისეთი კვლევის აპარატურა, რომელიც ოქროს სტანდარტია ალერგიისა და იმუნოლოგიის კვლევაში დედამიწაზე და ამ ქვეყანაში არავის არ აქვს, მაგრამ არ ვლაპარაკობ ჩვენ ამაზე. იმიტომ რომ აქ ლაპარაკი არის იმ გამოსულ დასკვნას მერე ვინ გაარჩევს, ვინ შეაფასებს, ვინ გააკეთებს ინტერპრეტაციას და ვინ მისცემს გზამკვლევს პაციენტს. ამიტომ ჩვენი მთავარი აქცენტი არის მომსახურეობის და პროფესიულ ხარისხზე აყვანა ჩვენი თანამშრომლების ახლა ერთი ჩვენი თანამშრომელი ერთვიანი სტაჟირებიდან, აი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო პულმონოლოგიისა და კარდიოლოგიის ცენტრი ბრომტონი ჰარსფილდიდან, ანუ ლონდონში იყო და დაბრუნდა ერთი თვე სტაჟირებაზე და ერთმანეთს ასე ვთქვათ უზიარებთ იქ რა ნახა და რა განსხვავება ხა. მესმის რომ
ყოველთვის სტანდარტები სოფლიოს ქვეყნების მიხედვით განსხვავდება. ამიტომ ახლა ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად, რომ აქ ვიყოთ გამორჩეული ცენტრი ამიერკავკასიისა და რეგიონის დონეზეც კი, იმიტომ რომ ხშირად არის ჩვენთან რეფერალი პაციენტების აზერბაიჯანიდან, ჩრდილოეთ, თქვათ რუსეთის რეგიონებიდან ბევრი პაციენტი ჩამოდის ზაფხულობით განსაკუთრებით, ყოველდღე 2-3 ადამიანია მინიმუმ აი ჩრდილოეთ ოსეთიდან და ამ შემდეგ, ხო? რა სასიამოვნოა ამის მოსმენებს, მე ძალიან გული მწყდება, როცა ჩვენი პაციენტები გადიან მეზობელ ქვეყნებში ნებისმიერ დაავადების სამკურნალოდ და უნდობლობას უცხადებენ. აი ეს არის დამნიშნულოვანი ასპექტი, რომ აი ქალბატონი მაიას და მისი გუნდის დამსახურებით აი სრული გულწრფელობით ვამბობ ამას და მადლობელი ვარ და მადლიერი ვარ ჩვენ ეს მისი დამსახურებაა ნამდვილად, რომ ალერგოლოგია არის ის დარგი, რომლის გამოც ადამიანების გადინება პრაქტიკულად ქვეყნიდან არ ხდება. არსად არ მედის აი წმინდა ეკონომიური ასპექტი რომ გადავიტანოთ ჩვენი ქვეყნის, ასე ვთქვათ, შემოსავალი სადღაც სხვა ქვეყნის ბიუჯეტში არ შედის. ეს რას ნიშნავს, რომ ეგ არის სტანდარტი ისეთი ამ ქვეყანაში, რომ არის კიდე დარგები ხა ყოველთვის ეს მარტო ალერგოლოგიაზე არ მინდა. ხო, აი ამ ტიპის დარგები, რასაკვირველია და ეს ძალიან საამაყოა. ამიტომ ჩვენი ახალი ცენტრის, ესე ვთქვათ, ყველაფერი აი ამ შემაჯამებლად რო ვთქვა, აი პრინციპი სწორედ ეს არის, რომ მომიჯნავე ჩვენთვის მნიშვნელოვანი, მათთვის მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენ ალერგოლოგი, იმუნოლოგები, ერთად ვიყოთ და ეს აისახოს უკვე პაციენტის მოვლისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ძალიან კარგი და ასევე მე როგორც ვიცი Medveritas Global Georgia's თქვენთან ერთად არის, ან თუ პაციენტს დაჭირდება სხვა აზრის მოსმენა, მეორე აზრის მოსმენა, ამერიკის წამყვანი ექიმები არიან გაერთიანებული ამ ორგანიზაციაში. დიახ, ეს რესურსიც არსებობს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყენებს ამას პაციენტების დიდი ნაწილი და პირიქით ხანდახან აი მე მაგალითად ესეთი დამოკიდებული მაქვს, როცა მეტყვის ადამიანი რო ხარ, უხერხული ხარ იქნება, მე ვეუბნები ყოველთვის, რომ პირიქით მე გამიხარდება, რომ თუ რამე სასწავლია, მე ამით ვისწავლი, თუ რამე შესასწორებელია და დასახვეწია ამას გავაკეთებთ და თუ იგივე იქნება პირიქით ვიამაყებთ ამით და ასე ვთქვათ. ეს არის ჯანსაღი მიდგომა და მადლობა თქვენ ამისთვის. დიახ, ეს არის ჩვენი აუცილებელი პრინციპი. ალტერნატიული აზრის ჩვენ არ გვეშინია, პირიქით რაც უფრო ბევრი აზრია და პაციენტის სასარგებლოდ არის ეს ყოველთვის, ასაკვირველი ეს მისაღებია. ამიტომ ეს ყველა რესურსი, ბევრი ექიმი ერთად, იგივე ვთქვათ გლობალ Medveritas Global, სწორედ ამას ემსახურება, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფით. და მადლობა თქვენ ამისთვის, აი მართლა გულწრფელად, იმიტომ რომ თქვენ ვიცნობთ ახლა ჩვენ ერთმანეთს კარგად და მოგიხსენებთ, რომ ექიმებთან კითხულობ პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებს, იქ თქვათ, კითხულობთ ექიმებთან სამედიცინო სამართალს და პრინციპში პირდაპირ გვიწერია კანონმდებლობაში, რომ პაციენტებს აქვთ ამისი უფლება, რომ მოისმინონ მეორე აზრი, თუმცა რატომღაც საქართველოში ექიმების უმრავლესობას აქვს ხოლმე რეაქცია და ნეგატიური რეაქცია, რას ქვია თქვათ, რაღაცა გინდა რომ გადაამოწმო და თქვენ ყოველთვის გქონდათ ჯანსაღი მიდგომა და სწორედ ამიტომ ხართ კიდევ გარდა იმისა, რომ თქვენ სფეროში ძალიან მაღალ დონეზე იცით ნებისმიერი საკითხი, თქვენი დამოკიდებულებიდან პაციენტების მიმართ მართლა ძალიან სასიხარულო, როცა საქართველოში ყავს ასეთი ექიმები, რომლებიც იცავენ პაციენტთა უფლებებს, რომლებიც იცავენ პაციენტთან კომუნიკაციის სტანდარტებს და ასევე ძალიან მაღალ დონეზე და მაღალ პროფესიონალურად უდგებიან ყველა იმ საკითხს და ყველა იმ მნიშვნელოვან ღონისძიებას და ნაბიჯს, რომელიც საბოლოო ჯამში მიდის იქითკენ, რომ საქართველოში გქონდეს უკეთესი ჯანდაცვის სისტემა. მადლობა ბიძინა საინტერესო საუბრისთვის. ჩვენს მაყურებელს დავამშვიდობები მომავალ ეპიზოდამდე. ძალიან გთხოვთ და შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. კარგად ბრძანდებოდეთ, ნახვამდის.